აქტიურად არის ჩაბული მის წინასაარჩევნო კამპანიაში. სახელმწიფოების ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მოვდანდით დღეს მე პირადად შეისაბამისობის შემდეგ პირველად უნდა დავიყვანო დებატები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რაც ცოტა არ იყოს ერთგვარი ინტრიგა არის პირადად ჩემთვის, რა გამოგივა ვნახოთ. მე კი მინდა რომ ვიდრე თქვენ დაგისვათ პირველ შეკითხვას, გარისკაც სააკაშვილმა თუ მას უკვე ხელთ უჭირავს დღეს გარანტიები, რომ იგი გახდება უეჭველად პრეზიდენტი. მინდა მაყურებელს შევახსენო უახლოესი წარსულიდან ძალიან მოკლედ პრეზიდენტებისა და მათი პრეზიდენტობის ისტორია. 1991 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ძლიერ გამსახურდიამ გაიმარჯვა 86,41% ხმების პროცენტით. ანუ იგი თითქმის მთელი საქართველოს მიერ არჩეული პრეზიდენტი იყო. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ შემდეგ სამოქალაქო ომის შემდეგ იგი ქვეყნიდან გაეძევებინა. 1995 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ედვარდ შევარდნაძემ მიიღო 74,94% ხმებისა. 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კი მისი იმიჯის მიუხედავად, რომელიც ამ დროისთვის მას უკვე ჰქონდა, შევარდნაძის ხმების რაოდენობა, მიცემული ხმების რაოდენობა გაიზარდა და 79,81% გახდა. და სულ ბოლოს 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნები სააკაშვილმა მოხსნა წინამორბედების რეკორდი და ასეთი პროცენტი დაფიქსირდა 96,27%. ეს იყო იქამდე, ვიდრე იყო 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნები. რა მოხდება 2008 წლის 5 იანვარს? მე მინდა დავიწყო თქვენთან საუბარი სწორედ ამ შეკითხვით. ბატონო გივი, რა პროცენტს ელოდებით ამ არჩევნებზე? სააკაშვილი, რომელიც გავიდა თითქმის 96%-ზე ოდნავ მეტი ხმით, დღეს ოპოზიცია აცხადებს, რომ მას გამარჯვების შანსი არ აქვს. მოგესალმებით, ბატონო ინგა, ძალიან ხანგრძლივი პაუზის მერე, მართლაც ჩვენთვისაც სასიამოვნოა ამ ურთიერთობების აღდგენა, თუმცა პირველ დონეზე ურთიერთობები არ გაწყვეტილა, ალბათ დამეთანხმებით და რაც შეეხება დასმულ შეკითხვას, ეხლა ძნელია თქვა მტკიცება იმისი, რამდენ პროცენტს ავიღებთ ჩვენ არჩევნებზე. მე პირადად მიმაჩნია ჩემი მოსაზრება არის რაღაც 60-დან 70%-მდე არის რეალისტური მიდგომა დღევანდელ პირობებში, მაგრამ ამ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, ჩვენ ყველანი ვართ იმ რეჟიმში, როდესაც არ გვამშვიდებს ვთქვათ რომელიმე გამოკითხვების შედეგები, ყველანი მუშაობს ძალიან ინტენსიურად და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ამ პროცესს გაარკვევს ქართველი ხალხი. 60-70% დაახლოებით ასე ვარაუდობ. მაგრამ ვარაუდია და ჩვენ ყველანი მუშაობთ იმაზე, რომ ჩვენ ქართულმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაგვიჯეროს. დიდი მადლობა. ეს არის ჩვენი. ქაღალდან თინა, რაც თქვენ 60-70% ამბობს გივით არ გამარჯვეთ. თქვენი ვარაუდი როგორი არის იგივე მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში? დიდი მადლობა პირველ რიგში. ილოცავთ ეთერში დაბრუნებას, დებატებს. მე ხა კომენტარს არ გავაკეთებ ამაზე, იმიტომ რომ ეს ყველაფერი სპეკულაციები არის და ბუნებრივია ამას არ ვაპირებ საუბარს. მთავარი ჩემი აზრით არის ის, რაც თქვენ თქვით და სიუჟეტში იყო აი ამ პროცესთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე 2004 წელს. რეალურად ჩვენ მაშინ ყველანი შეთანხმებული ვიყავით თითქმის მთელი საქართველო და ის ადამიანები, ვინც ამ ხელისუფლებაში ან უკვე ოპოზიციაშია, რომ 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ეს არ იყო ჩვეულებრივი არჩევნები, ეს იყო რეფერენდუმი ვარდების რევოლუციაზე, ეს იყო ერთგვარი ტალღის ბოლო ეტაპი, ಅಥವಾ შეიძლება ასე ითქვას, როდესაც ხალხმა ხმა მისცა იმას, რაც მოხდა 2013 წლის ნოემბერში. თითქმის თელმა ქვეყანამ. და მე ამას ვადასტურებ დღესაც და ზუსტად იგივე მოხდება ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში, სადაც ჩვენ საბოლოოდ გავაფორმებთ საქართველოს გამარჯვებას. ამ არჩევნებს ქვია ძალიან მარტივი სახელი, ეს არის საქართველოს სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. ეგეთი სახელით არჩევნები. ამ არჩევნებში ჩვენ გავაფორმებთ იმ გამარჯვებას, რომელიც 7 ნოემბერს ქართულმა ხალხმა, უბრალოდ 8 ნოემბერს ქართულმა ხალხმა მოიპოვა, როდესაც სააკაშვილი პრაქტიკულად ჩამოცილდა ხელისუფლებას. ჩვენ მოვახერხებთ ამას, ანუ ყველა პროცესს ვარაუდობთ, ვიდრე მე ბატონ მამუკაცავ ლევან გაჩეჩილაძესთვის ამ. მე ვარაუდობ საქართველოს გამარჯვებას, რომელიც პრეზიდენტის იქნება ლევან გაჩეჩილაძე. და რა რაოდენობა დაახლოებით? ვარაუდობ, გამარჯვებას სჭირდება 50%-ზე მეტი და ამაზე მეტი იქნება არჩევნებში ჩვენ. რა სიტყვის მამუკა გაჩეჩილაძე, ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერი. თქვენი პროგნოზი რა პროცენტით ეხლა საუბრობდა ბატონი გივი, ქალბატონი თინა და თქვენი საპრეზიდენტო კანდიდატი. რა სიტყვით? უპირველეს ყოვლისა მოგესალმებით, ქალბატონო ინგა, მივესალმებით თქვენი ეთერის მეშვეობით ტელემაყურებლებს. თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ამდენი ხნის წვეტადობის შემდეგ იწყება დიალოგი თუ დებატები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, თუმცა ერთი რამ მინდა
გითხრათ რომ მე მგონი ეს არის პრეზიდენტობის კანდიდატთა წარმომადგენლების შეხვედრა და მთავარი მიზანი მაინც ის უნდა იყოს რომ თანაბრობა არსებობდეს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში. მე წარმოვადგენ ერთ კანდიდატს. ხალხოტონი თინას წარმოადგენს ერთ კანდიდატს. იქით რაღაც რიცხვი არა, ეს არის ოპოზიციისა და ხელისუფლების დებატები. კი ბატონო, გეთანხმებით. არიმედებს იმიტომ რომ აქ იყო მოწვეული ორი კანდიდატი ხელისუფლებიდან, ორი ოპოზიციიდან. კი ბატონო, მე სწორედ ამას გავუწუხავდი. მე მივესალმები ამ დებატებისა თუ დიალოგის დაწყებას, თუმცა დამეთანხმებით პირადად თქვენ ხალხოტონო ინგა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მოუწოდებდით ხელისუფლებას რომ მოდით დიალოგზე, მოდით დებატებზე, როგორც ჩანს იმ ტელეკომპანიიდან არის მოდა ხელისუფლებისთვის კარგად, ამ ტელეკომპანიიდან კარგად ამ ტელეკომპანიიდან რაც ნიშნავს ეს მე მინდა უბრალოდ მაგალითად დავაკონკრეტო არა, ეს არის მნიშვნელოვანი თავარი კითხვა და მე მინდა აიხსნა გეცხათ. ეს არ არის რომელიმე ტელეკომპანიის პროექტი, ეს არის TBC სტუდიის და ანალიტიკური ჯგუფის Prime Time-ის პროექტი, რომელიც გადის რუსთაველის ეთერით. რუსთაველი ყიდულობს ამ პროექტს. მოდი თუ შეიძლება დავაკონკრეტოთ, ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მაქვს თქვა ამ შემთხვევაში წამყვანის უფლება გამოვიყენო და ვთქვა რომ ეს არის დამოუკიდებელი პროექტი. თქვენი პროცენტები რაც შეეხება ჩვენს პროცენტებს, ერთი რამ შემიძლია თქვა რომ რაც შეეხება იმას რომ მოუწოდებდი, გეთანხმებით მოუწოდებდი და დღემდე სულ ვფიქრობ რომ ყველაზე დიდი შეცდომა რაც შეიძლება ხელისუფლებას კონდეს დაშვებული იყო ბოიკოტი. თუმცა ამ თემაზე ნუ გავისაუბროთ. დიდი მადლობა ხალხოტონო ინგა, რაც შეეხება თქვენი კითხვის არს, ასე ვთქვათ. მე ვისურვებდი, ისე როგორც დათო გამყრელიდისათვის, ასევე თითოეული კანდიდატისათვის, რომ არ გამოეცხადებინათ წინამორბედებისათვის ერთგვარი შეჯიბრი და კონკურენცია, რომ 99.9%-ით გაემარჯვოს რომელიმეს. მარტივი გამონათქვამია, როცა ყველას უყვარხარ, არ ხარ მართალი. წინა პრეზიდენტებმა შექმნეს ასეთი იმიჯი, რომ ისინი ყველას უყვარდათ და შემდეგაც ყველას სიყვარული ხელშივე შემოადნათ. მე მიმაჩნია, რომ ადამიანური იქნება თუ უმრავლესობით გაიმარჯვებს კანდიდატი. მე მაგალითად ვფიქრობ, რომ ჩვენი კანდიდატი გაიმარჯვებს და გაიმარჯვებს სადღაც 60-65%-ის ფარგლებში. შეიძლება 55-ით. მთავარია გამარჯვება და მთავარია რომ თქვენ გაქვთ იმედი რომ 50-ზე ზევით. ოლიმპიადა არ არის ახლა ეს არჩევნები რომ მთავარი მონაწილეობა იყოს. არა, მე რატომ დავშეცით ეს შეკითხვა. შემდეგ ოდნა მოგვიანებით მაყურებელი ნახავს რეპორტაჟს უკვე მეორე ბლოკის წინ რომ საქართველო არის თურმე ის ქვეყანა აღმოჩნდა უკვე ისტორია მაჩვენა, სადაც პრეზიდენტებს ირჩევენ თითქმის 100%-ით, შემდეგ აძევებენ ქვეყნიდან, უშვებენ პენსიაზე რევოლუციით, შეიძლება აგინებენ, აფურთხებენ და ასე შემდეგ. ძალიან დიდი ბოდიში ხდება აი ამ ყველაფრის, მაგრამ ჩვენ ამის მოწმე გავხდით. ზვიად გამსახურდია რომელიც აირჩია მთელმა საქართველოს როგორ დაასრულა, შევარდნაძე რომელსაც ასევე ამდენი პროცენტი ჰქონდა, შემდეგ როგორ წავიდა და ნახოთ რა იქნება. შევარდნაძე არ აურჩევია მთელ საქართველოს. თუმცა მე ვაპარაკობ იმ მონაცემებზე, რომელიც იდო. ფილმებში, რომელიც გამოწერა მაშინ ედვარდ შევარდნაძემ სულ აღნიშნავს, რომ იგი ისევე აირჩია საქართველოს, როგორც ზვიად გამსახურდია. ამიტომ ეს პრინციპულად ხდება. ხალხოტონო ეკა, კითხვა, რომელიც მინდა დაგისვათ ასეთია. წეგან შესავალში ვთქვი, რომ აი ის რაც არის გაქო დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ, ყოველ შემთხვევაში, როდესაც სააკაშვილი საუბრობდა ხოლმე თქვა მეორე ვადის პრეზიდენტობაზე, ასეთი პროტესტი იგივე ოპოზიციის მხრიდან არის მოდა. ანუ მის შანსზე 7 ნოემბრის შემდეგ დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნები, რაც ნიშნავს. ხომ არ ფიქრობთ, რომ მაყურებელი დაიბნა ერთგვარად, როდესაც უსმენდა სააკაშვილს. 7 ნოემბრის შემდეგ არის ძალიან დიდი პროტესტი ხალხში. რისი იმედი გაქვს? ეს არის რისკი, თქვათ, სააკაშვილის მხრიდან თუ ხელში გიჭირათ უპირობო გარანტია, რომ არჩევნები მოგებული? მოგესალმებით, რა თქმა უნდა, უპირობო გარანტია არავის არაფრის არ აქვს, მაგრამ რაც შემიძლია ხელსახად გითხრათ, მიხეილ სააკაშვილის ამ გადაწყვეტილებებს შეგონებებს ჩააგდო არა მარტო ქართული პოლიტიკური სპექტრი, არამედ მთელი მსოფლიო, მეტყვი ეს ხომ არქივარისტიანი გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა ძალიან ბევრი და ამას ქონა კიდევაც დასავლეთში ძალიან პოზიტიური შეფასებები. მოგეხსენებათ ესე საკუთარი, ვთქვათ, კარიერის, საკუთარი мотиваციის საფუძვლზე დადება არც ისე გამართლებულია ხოლმე ცივილ ქვეყნებში, იმიტომ რომ თვითონ თავისთავად თვისობრივად არჩევნები არის დიდი რისკი. გამართლებას გულისხმობ რას? მოგესალმებით, მოვლენები, რომელიც საქართველოში დატრიალდა, რომელსაც თქვენ გულისხმობთ, არ გახლავთ ორდინალური და იმ დღემდე ძალიან ბევრისთვის გაუგებარი ფაქტორებით ბაზდება ეს მოვლენები. მინდა გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილმა სწორედ გაიგო ეს პრობლემები შეაფასა სწორედ და სწორედ მან გადაწყვიტა, ვინაიდან ის გახდა პირველი სახელმწიფო პირი საკუთარი
პოსტი გამოეტანა, თქვათ, კონკურენტულ არიან პირობებში და ეხარათ ადამიანებს კენჭი, ეს იქნებოდა, თქვათ, მემარჯვენეების კანდიდატი, იქნებოდა გაერთიანებული ოპოზიციის სხვა და საქართველოს უმრავლესობა გადაეწყვიტა თუ იქნებოდა საქართველოს პრეზიდენტი, ვინაიდან საქართველოს ისე როგორც არასდროს ჭირდება ხალხის უმრავლესობის მანდატით ძლიერი სახელმწიფოს აშენება. ხალხის უმრავლესობის მანდატით ძლიერი პრეზიდენტი და ძლიერი სახელმწიფოს აშენება. ბატონო გიორგი, ფიქრობთ რომ იგივე იმ 7 ნოემბრის მოვლენების ფონზე მე კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ პიკი იყო თქვათ პროტესტის, სწორედ 7 ნოემბერი და შემდეგ განვითარებული მოვლენები, ფიქრობთ თუ არა რომ მიტინგების ფონზე მიდიოდა ეს დღეები პროტესტი, რომელიც ხელისუფლებას გამოუცხადა 150,000-მდე ადამიანმა, სწორედ აი ამ სურათების, აი ამ მიტინგების ფონზე. ფიქრობ თუ არა, რომ აი ამ ფონზე ხელისუფლებას აქვს იმისი ხალხის ნება, რომ მან მიიღოს მართლაც აი ეს განაცხადი. ხალხო, პირველ რიგში მე მინდა ვთქვა, რომ მე ვფიქრობ, სააკაშვილის გადაწყვეტილება იყო ძალიან ვაჟკაცური და ძალიან პატიოსანი თვალსაზრისით ჩვენ გადავდგით, მან გადადგა ჩვენთან ერთად გარკვეული დაბიჯები ქვეყნის შესანარჩუნება, ჩვენ ესე ვთქვით, ეს ჩვენი პოზიციაა, ჩვენ დავდეთ ჩვენი არგუმენტაცია და ამის შემდეგ მივეცით უფლება საზოგადოებას, რომ მანაც უნდა დაწონოს ჩვენი არგუმენტები, მანაც უნდა დაწონოს ამ გადაწყვეტილებების ისტორია ან არამართებულობა და მან გამოიტანოს არჩევნებზე, რაც არის ყველაზე ბუნებრივი გზა. ამიტომ ვთვლი, რომ გადაწყვეტილება იყო მართლაც ძალიან პატიოსანი და ძალიან ვაჟკაცური. მეორე მხრივ, ვინაიდან დაახლოებით წელიწად ნახევარი თავისი მმართველობის პრეზიდენტმა სააკაშვილმა დათმო. მეორე მხრივ, მე ვფიქრობ, სად არის ჩვენი იმედები? იმედები არის პირველ რიგში იქ, რომ ჩვენ გავიგეთ ამ ხალხის ტკივილი საბოლოოდ, ჩვენ გავიგეთ მათი პრობლემებით, მე შევაფასეთ ის, რამ გამოიყვანა 2 ნოემბერს, მე მაინც ასე ვიტყვი და არა 7 ნოემბერს, 2 ნოემბერს მართლაც არა 150,000 კაცი, მაგრამ საკმაოდ ბევრი ადამიანი პროტესტის გამოსახატავად მიტინგზე, ჩვენ ზუსტად შევაფასეთ, რა ტკივა ამ ხალხს ყველაზე უფრო, რა არის მათი ძირითადი პრობლემები და ჩვენ დღევანდელი მოქმედებებით ვცდილობთ, რომ პასუხი გავუცეთ, შევეხმიანოთ ამ პრობლემატიკას, ამ მოთხოვნებს, სწორედ აქედან არის ჩვენი მთავარი ლოზუნგი დღეს საქართველოს სიღარიბის გარეშე, სწორედ ამაზე იქნება აგებული ყველა ჩვენი მოქმედება შემდგომში, რომ საქართველოში მართლაც არ იყოს არც ერთი ოჯახი იმისათვის, რომ ისეთი სადაც არ იქნება ერთი ადამიანი მაინც პირველ ეტაპზე, რომელიც შეძლებს ამ ოჯახის ცენას, იმიტომ რომ ექნება ღირსეული სამუშაო და ყველა სხვა ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ შემდგომში გადავდგამთ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ესეთი მოქმედება არის ნამდვილად პატიოსანი ამ შემთხვევაში და ეს გვაძლევს ჩვენ იმედს. დიდი მადლობა. თუმცა მე რომ ეხლა თქვენი ოპონენტები არისხდნენ, უეჭველად დაგისავდით კონტრშეკითხვას, ამისთვის საჭირო იყო თქვათ იგივე ნოემბრის აქციები, არა, ერთი დროით უნდა გადავიდე ხალბატონ თინასთან, ნოემბრის აქციები ან თუნდაც აი ის შეცდომები ხა რომელზეც თქვენ საუბრობდით, რამაც თქვათ ეს ხალხი გამოიყვანა ქუჩაში. ხალბატონ თინა, რა სიტყვით? ჩვენ მივედით ამ დასკვნამდე, ჩვენ დავინახეთ ეს ყველაფერი და ასე შემდეგ. ანუ ხალხ რა უნდა ვთქვა პირველ რიგში, ეს უნდა ვთქვა, რომ თუ კი 2 ნოემბერს დაინახეთ ეს უკვე, მაშინ რაღაც საჭირო იყო 7 ნოემბერი და იმ ძალის გამოყენება, რომელიც ხალხის წინააღმდეგ გამოიყენეს, მე რაღაც არ მახსოვს 3 ნოემბერს, 4 ნოემბერს, 5 ნოემბერს კეთილშობილი სააკაშვილი ან მისი რეჟიმის რომელიმე წარმომადგენელი, რომელიც გამოვიდოდა იმ დაპირებებით და იმ ფანტასტიკური ზღაპრებით, რომელსაც ეხლა გვიყოლიან. ვინ გიშლილებს ხელს, რომ 3 ნოემბერს დაგეწყოთ ეგ ამბავი 4-ში, 5-ში, 6-ში და ისთვის იყო საჭირო 7 ნოემბერი. ამიტომ ცოტა არალოგიკური არის და არ ჯდება მთელი მოვლენების განვითარების ლოგიკაში ეს ყველაფერი, რასაც ჩვენ ახლა ვისმენთ, მაგრამ მე აქ თავარი სხვა რამ არის, რომ ხელისუფლება, რომელიც აცხადებს, რომ სააკაშვილი გადადგა და ეხლა დღეს არჩევნო კამპანია მიმდინარეობს სწორედ იმ ჭრილში, რაც რის გამოც ხალხი გამოვიდა 2 ნოემბერს და რის გამოც მოხდა ის ყველაფერი, რაც მოხდა თბილისის ქუჩებში 28 სექტემბრიდან მოყოლებული 2 ნოემბრამდე. ამ ადამიანებს ავიწყდებათ მთავარი, ყველაზე მთავარი, რომ
საქართველოში მოსახლეობა ბოლო 4 წლის განმავლობაში მუდმივად გამოდიოდა ქუჩაში. სხვადასხვა მასშტაბით მცირე, მარტო კიდევ უფრო მცირე მასშტაბიანი აქციები და დიახ, მაშინ იყო ძალიან კონკრეტული მოთხოვნები. იქ ადამიანები გამოდიოდნენ ხალხურ აპარატებთან დაკავშირებით, გამოდიოდნენ მაგალითად ვეტერანები შეღავათების გაუქმებასთან დაკავშირებით, ექიმები, ვახშობს შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებით გამოსვლები, მაგრამ ის რაც განასხვავებდა 28 სექტემბერს პირველ რიგში და ნორმების ავიწყდება 28 სექტემბერი და შემდეგ 2-7 ნოემბრის აქციებს ყველაფერი იმისგან რაც ბოლო 4 წლის განმავლობაში ხდებოდა იყო ძალიან მასივი. 28 სექტემბერს ადამიანები მოვიდნენ აქციაზე და ეს დოკუმენტალურად დაფიქსირებულია და ამაზე ვერავინ ვერ შემედავება, რომ ადამიანები მოვიდნენ აქციაზე და მოიტანეს ხელით ფერადი ფანქრებით, სახში რომ ბავშვებისთვის აქვს დაწერილი პლაკატები, რომელზეც ეწერა არ მეშინია. არც ერთ პლაკატზე არ ეწერა მშია. არც ერთ პლაკატზე არ ეწერა სამსახური მინდა. არც სალარო აპარატები არ ეწერა არც ერთ პლაკატზე. იმ პლაკატებზე ეწერა არ მეშინია. რითიც საქართველოს უთხრა გასცა პასუხი სააკაშვილს. გასცა პასუხი იმას საფოთხიტარი მისმედით ჩვენ რომ ამ ქვეყნის ხერხემალი არის ვანო, ამ ქვეყანაში პოლიცია არის მთავარი, პოლიციური ჟანდარმური რეჟიმი არის მთავარი და გატეხავს ხერხემალში ყველას. ყველანი ციხეში გვესმოდა ჩვენ 4 წლის განმავლობაში. ჩვენ გვესმოდა რომ ხელები არ აგიკანკავდეთ, ისე ესროლით. და მე რომ ნახეთ ამისი შედეგები და აი ამას გასცა საქართველოს პასუხი და რაც უფრო დიდხანს იქნება ჩვენი ხელისუფლება ეს სირაქლემას პოზაში და არ გაიგებს, ვერ დაინახავს, ან არ აღიარებს ამ თავარს, რაც უთხრა ქართულმა ხალხმა, რომ არ ეშინია, რომ მას უნდა იყოს თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქე, რომელსაც ვეღარ გაუბედავენ იმას, რასაც 4 წლის განმავლობაში უბედავდნენ, მარტო იმის სახით, რომ ფშია და საჭმელს მოგცემ, ერთომარად ფულს დაგირიგებ. არის მორიგი შეურაცხყოფა ამ ადამიანებისთვის და ეს რისხვა ძალიან ცუდად გადმოიღრება თბილისის ქუჩებში. ძალიან დიდი მადლობა. ეხლა ხერხეული მინდა დაუშვათ ერთი რამით მინდა და დამეწყო ეთერი და არ მინდა რომ დამავიწყდეს, მინდა რომ საქართველოს ვინც ახლა ჩვენ გვიყურებს, მივუწო ის რომ ხვალიდან ტელეკომპანია იმედი იქნება ეთერში და საშუალება იქნება თითოეულ ქართველს, რომელსაც მოენატრა ტელეკომპანია იმედი, რომ ძალიან დიდი მადლობა მეცხოველები ამ მოხალხე ძალიან გიხარია რომ აღდგება მაუწყებლობა. სხვათაშორის ყველაზე მძიმე როგორც შემდეგ გაირკვა მთელ რიგ გამოკითხვებში, იყო არა ვთქვათ იგივე დარბევა, პროტესტი რომელიც გაჩნდა დარბევასთან მიმართებაში, არამედ უფრო მეტი პროტესტი გაჩნდა იგივე ტელევიზიასთან მიმართებაში, რომელშიც შეიჭრნენ სპეცრაზმელები დაარბიეს და დღემდე თქვა ტელეკომპანია ვერ მოახერხა. დიახ, რიგე და იმედი, მაგრამ რაღაც იყო ასე რა ხდებოდა. ყველაზე დიდი პროტესტი იყო ალბათ ის გამორთული ეკრანი. ქალბატონო ეკა, ის რაზეც ეხლა საუბრობს ქალბატონი თინა ხიდაშელი, ანუ იქ მივიდნენ ადამიანები არა სოციალური პრობლემისთვის, ბატონივე ამბობდა ეხლა რომ აი ჩვენ დავინახეთ თქვა რამაც მიიყვანა ეს ხალხი. არამედ იქ იყო მართლაც აი ესეთი პლაკატები არ მეშინია. როგორ ფიქრობთ თქვენ რა მიიყვანა ეს ხალხი? ანუ არის აქცენტი იმაზე რომ თქვა სოციალურმა პრობლემებმა, უსამართლობამ და მთელმა რიგმა შეცდომებმა თქვა რაზეც საუბრობენ, თუ რაზეც ეხლა ქალბატონი თინა რასაც ხაზს უსვამდა არ მეშინია. რა იყო ეს რისი პროტესტი? საქმეში გახლავთ რა მართლაც მიკვირს ქალბატონი თინა ხელმძღვანელობდა ამ აქციას და კარგად უნდა ახსოვდეს რომ სწორედ სოციალური პრობლემები იყო პირველ ხაზზე, როდესაც ჩვეულებრივ ადამიანებს კითხავდნენ ხოლმე თუ გნებავთ იმედი ჟურნალისტები, თუ გნებავთ უსწავლო ჟურნალისტი, თუ გნებავთ ის არ აქვს ამას მნიშვნელობა. ძალიან ბევრი ადამიანი აფიქსირებდა იმას, რომ მას თქვათ უჭირს, მას არ აქვს შესაძლებლობა ელემენტარულად დააკმაყოფილოს ცხოვრებისგან აბოცები პირობები. მინდა გითხრათ, რასაკვირველია, მარტო ეს პრობლემა არ ყოფილა, რასაკვირველია, მაგრამ პირველი გახდათ ეს პრობლემები. ადამიანების უმრავლესობა, რომელიც იქ იყო მისული და რომელიც გამოხატავდა თავის პროტესტს, ან თქვათ გულისწყრომას, სწორედაც რომ იყო სოციალური პრობლემებისგან გამოწვეული. რაც შეეხება პლაკატს არ მეშინია, ჩემთვის ცოტა სასაცილოა, რატომ შეშინებოდა დღეს ყველაზე დემოკრატიულ პერიოდში საქართველოსთვის ადამიანს გარეთ გამოსვა, როდესაც ერთი წუთი ქალბატონი ესეც დემოკრატიის ხარისხი იყო ნამდვილად. განსაკუთრებით ერთი წუთი ვესულ აღსილობ თქვენთან რაღაც კონფრონტაციაში შემოსვლას და მე უბრალოდ ფაქტს ახსენებ, რიხის ფაქტს გადავში უბრალოდ. კი ბატონო, მე არ ვარიდებ ამას და თავს და ამისთვის ვარ მოსული. არ მეშინია სწორედ ის პლაკატი გახლდათ, რომელიც ალბათ უკვე იმ აქციის ხელმძღვანელებს ჰქონდათ ჩაფიქრებული მოვლენების განვითარებისთვის, იმიტომ რომ არაფერ შუაში არ იყო შიში. არავის არ ჰქონდა შიშის საბაბი, იმიტომ ადამიანს რომელსაც კაც რაღაცა პროტესტი თავისუფლად შეუძლია გამოხატოს საქართველოს და თავისუფალ მშვიდობიან მანიფესტაციას არავინ არ არაფერს საქართველოს. კი, მაგრამ რაც ჩვენ ნახეთ 7 ნოემბერს. მივალ აქამდე, რაც ნახეთ თქვენ დარბევა მშვიდობიან. 2 ნოემბრიდან მოყოლებული ცოტა დინამიურად გავყვეთ მოვლენებს, აბსოლუტურად სხვაგვარად თქვათ ვითარდებოდა
სიტუაცია დაიწყო თქვათ გამოსულებით, იყო ძალიან მშვიდობიანი პირველ დღე, თუმცა უცეზურო თქვათ რაღაც შეძახნებით ახსოვსე, მაგრამ თანდათან საფრდებოდა და მიდიოდა უკვე კულმინაციამდე, რომელიც მივიდა იქამდე, რომ საქართველოს პირველი პირი უნდა გავიდეს საქართველოს და დატოვოს პოსტი. მინდა გითხრათ, რომ ეს არ იყო შემთხვევით გამოწვეული და სპონტანური მოთხოვნა, არც ერთ შემთხვევაში. ადამიანებს, რომლებსაც არ ეშინოდათ მანამდე, როცა საშიში არაფერი არ იყო, ისინი აშკარად ხელმძღვანელობას გულისხმობდა ლიდერებს, ემზადებოდნენ რაღაც საშიშოებისთვის. რასაკვირველია, საზოგადოების უმრავლესობა ეს არ იცოდა, დარწმუნებული ვარ, ადამიანები, რომლებიც თავისი სოციალური პრობლემების გამო გარეთ იყვნენ გამოსული. რაც შეეხება თვითონ 7 ნოემბერს პარლამენტის წინ მომხდარ ვთქვათ პოლიციის მიერ აღკვეთილ ვთქვათ იმ მანიფესტაციას, რომელიც იყო ძალიან მცირე რიცხოვანი და უკვე თავისუფლად ერთი წუთი იყო ვადასტური. ხო, არ გეცნობოდით 150 კაცი იყო მაქსიმუმ. არა, უბრალოდ ვადასტური ხო მართალია. და აი ამ პერიოდში თავისუფლად შეეძლო უკვე პოლიციას გაეწმიდა გზა და სწორედ მაშინ, როდესაც ლიდერებმა არაჩვეულებრივად ძალიან მშვიდობიანად შეაფარეს თავი და გაიქცეს დატოვეს ხალხი და ტელევიზიიდან მოუწოდებენ ხალხს გამოსულიყვნენ რიხეზე და მოიხდათ ახალი პროვოცირება და ექსკალაცია სიტუაციის, რაც საკვირველია, თქვენ რატომ არ დაფიქრებთ, არც ერთ ლიდერი იქნასები არ გახვალთ. ადამიანები დაზარალებულები არიან. მე პირადად ვიყავი ლევან გაჩეჩილაძის თანახავად, ეს უნდა ვთქვა, ეხლა პირდაპირ უდუშაურის კლინიკაში იგი ძალიან მძიმე ლევან გაჩეჩილაძე გახდათ იმ დროს სწორედ პარლამენტის წინ და იმიტომ. გახდათ რომ რიხეზე არავინ არ იყო, ყველა ლიდერი იყო აბსოლუტურად გაქცეული. ძალიან გხოთ რომ გაიხსენოთ ეს ფაქტი. რიხეზე პროვოცირებული იყო სწორედ ოპოზიციის მიერ ის არეულობა, რაც მოხდა იქ. რაც შეეხება იმედს და დავასრულებ ამით. გასაკურველი არ არსებობს არც ერთი ჭკუატყოფილი ადამიანი, რომელიც ამას შეაფასებს და იტყვის, რომ თქვათ მედიის გაჩერება და საერთოდ მედიის თქვათ ხელყოფა არის ნორმალური და ბუნებრივი პროცესი, მაგრამ იმ პერიოდში, როდესაც საქართველოში ძალიან დაიძაბა ვითარება და უკვე იყო მართალი, წარმოუდგენელი იყო სხვა გზის გამოძებნა. მე ვამბობ და ვადასტურებ, რომ მქონდა იქ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან გადამეტებას ადგილი ნამდვილად თავიანთი უფლებამოსილებების, მაგრამ იმედის არ გაჩერება იმ პერიოდში, როდესაც უკვე ყველაზე წმინდა და წმინდა აშკარად მოუწოდებდნენ რომ სამების დაზარალება გარდა მაშინი გადაცემები და მე მოდი მომენტი მე არ დაგეთანხმოთ არ მიყავდათ კალბატონი მე დავასრულებდი თქვენი პარტია თქვენ არ მიყავდათ ის მოწოდება რომელიც იმ პერიოდში გადიოდა არ ყოფილა ეს მე მინდა ერთხელ კიდევ თქვა თუ შეიძლება მე მიმხავდა ეს გადაცემა როდესაც არის თქვა იმედზე საუბარი ამ შემთხვევაში მე უკვე როგორც პასუხისგამცემი და არა როგორც ამ გადაცემის სამყარო ისე ვგზნობ თავს იმიტომ რომ მე მიმყავდა ეს გადაცემები არ ყოფილა ის თქვა მოწოდებები იგივე მე ვიცი რადგან არის ახლა თქვენი მინიშნება თქვა სამების დედალი ხომ სამებას როდესაც იყო ჩართვა აი სიტყვით თქვა ასეთი რამ ჟურნალისტის მხრიდან რომ არის ინფორმაცია არსებობს ინფორმაცია იქ არ ყოფილა დაზუსტების ნათქვამი რომ არიქა მოდიან სპეცრაზმი უნდა შემოვარდეს და ასე შემდეგ ეს იყო თუ შეიძლება ბატონმა უნდა მეცე ვერაფრით ვერ დაგეთანხმებით ამაში ნამდვილად ეხლა მე დღეს წავიკითხე სწორედ უცხოელი ექსპერტისგან რომელიც წერდა რომ საოცარი იყო ფაქტი როდესაც იმედზე იყო გაჭრილი კადრი პარლამენტის თავმჯდომარე მოუწოდებდა ოპოზიციას დიალოგისკენ და მეორე მხარეს ანახებდნენ გარბევას ან დაშლას მიტინგის ისე და ეს არ არის ახლა პოლიტიკაზეც ვკითხოთ ის იყო ის წარმომადგენელი რომელიც ამ მიტინგებში არ მონაწილეობდა უბრალოდ და შემდეგ ისევ არჩევნების თემატიკას უნდა მიუბრუნდეთ მოგცემ წინა სიტყვას ბატონო აი თქვენ იყავით ახალი მემარჯვენეები ის ძალა რომლებიც არ ჩადიოდნენ მიტინგებზე არ შეერთებიან ამ მიტინგებს და მხოლოდ ბოლო დღეს ნახეთ თქვა თქვენი ლიდერები ჩავიდნენ იქ რუსთაველზე აი თქვენ როგორ აფასებთ ამ ყველაფერს მოусმინეთ ქალბატონ წინას მოусმინეთ ქალბატონ ეკას რა სიტყვით თქვენ ახალს არაფერს ვიტყვი მაგრამ სანამ რამეს ვიტყოდი არ შემიძლია უყურადღებოდ დავტოვა ეს ფაქტი რომელიც ახლა აქ მოხდა და აი ამ მოქმედებამ სტუდენტებისამ გამახსენა ჩემი სტუდენტობა და მე მათ მხარს ვუჭერ იმიტომ რომ როდესაც 88 წლის სექტემბრის თვეში მაშინდელმა ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ ეხლანდელ ბოლშევიკურზე არ ვსაუბრობ დაარბია სტუდენტობა უნივერსიტეტის წინ მაშინაც ესეთი თავისუფალი და ესეთი აღტკინებული რეაქცია გააკეთა ჩემი თაობის სტუდენტობა მაშინ და მახსოვს დათო ტურაშვილმა მიმართა მაშინდელ ხელისუფლებას გრიგოლ რობაქიძის სიტყვებით რომ ჩვენ თუ გავწირა ჩვენმა მთავრობამ ჩვენ არ გავწირავს მიწა ქართული სამწუხაროდ ეს სიტყვები დღესაც აქტუალურად რჩება როგორც ასეთი რაც შეეხება რატომ არ
ვიყავით მიტინგებზე და რატომ ვიყავით შემდეგ 7-ში. ეს თქვენ დაგადანაშაულებს კონსტრუქციულ ოპოზიციონერობაში, ანუ ესეც დღის მთავარი ნიუსი იყო, მაგრამ ამაზე არ ვსაუბრობთ. არ თქვენ არ საუბრობთ, მაგრამ რადგან მკითხეთ, მაშინ მეც ვიტყვი რა. რაღაცნაირად, როდესაც ჩვენ დაგვადანაშაულეს კონსტრუქციულ ოპოზიციონერობაში, თუ დაგვადანაშაულეს, საერთოდ ერთი ფილმიდან გამახსენდა ფრაზა რა, ამბობენ იმის მეუღლე სიმპათიურიაო და ვინ არის სიმპათიურიო. ну კონსტრუქციული ვართ, მე რა ცუდი რა არის ამაში. მე პირადად დესტრუქციულობას კონსტრუქციულობა მივჩვენია და ამას ხმამაღლა ვიტყვი ყველგან და ყოველთვის. რაც შეეხება მიტინგებში არ მონაწილეობას და სხვათა შორის ეს არ არის მარტო ჩემი და ჩემი მეგობრების აზრი, მინდა გითხრათ რომ დაკვეთა იმ საზოგადოებისა, რომელიც გამოვიდა მიტინგებზე, აბსოლუტურად განსხვავებული იყო, განსხვავებული თუნდაც მიტინგის ორგანიზატორების მოთხოვნებისაგან და აბსოლუტურად ლეგიტიმური იყო იმდენად, რამდენადაც საზოგადოება საქართველოში მიეჩვია ხელისუფლების მყისიერ და ძალისმიერი მეთოდებით შეცვლას. ასე მოხდა 91 წლის დასაწყისში, ასე მოხდა 2003 წელს და საზოგადოებამ იფიქრა, თუ 91 წელს მოხდა და 2003-ში მოხდა, რატომ არ შეიძლება ეხლა მოხდეს ეს ყველაფერი? იყო საშიშროება ამისა, შეიძლება პოლიტიკოსებს ეს განზრახვა არ ქონიათ, მაგრამ არც და ერთმანეთს დაკვეთა საზოგადოებისა და დაკვეთა პოლიტიკოსებისა. ეს იყო რეალობა როგორც ასეთი. ამიტომ ჩვენ ვთქვით, იქ სადაც არსებობს შანსი ნებისმიერი სახის ძალადობისა, რაც არსებობდა 91 წელს და ჩვენ გავემიჯნეთ. კი ბატონო, მაშინ არ ვიყავით პოლიტიკური ორგანიზაცია, მაგრამ პოლიტიკასა და საზოგადოებრივ მოძრაობაში ხომ ვიყავით. ის რაც მოხდა 2003 წლის ეგრეთ წოდებული ვარდების რევოლუციის დროს და ჩვენ გავემიჯნეთ ამას. ერთმა ძალადობამ მხედრიონი, მეორე ძალადობამ მერაბიშვილიშვა თავისი ბრიგადებით. ჩვენ გავემიჯნეთ იმის ალბათობას, რომ შეიძლება მოხდარიყო რაღაც ანალოგიური, მაგრამ იქვე დავზინეთ. თუ კი მოხდება ხელისუფლების მხრიდან მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა, ჩვენი დავდგებით და ჩვენი დავზექით. რომელიც მინდა დაგისვათ. აი, როდესაც თქვათ ტარდება საარჩევნო კამპანია, რაღაც განცხადებებს ვისმენთ ჩვენ ამა თუ იმ კანდიდატისგან, იგივე მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. ამ ბოლო პერიოდში მე რამდენჯერაც მოვიწმინე, იყო ასეთი ფრაზები ნათქვამი კი, ჩვენ ქონდა შეცდომები და ამ შეცდომების გამოსასწორებლად უნდა გავაგრძელოთ რაღაც მოღვაწეობა, უნდა აგვირჩიოთ და ასე შემდეგ. ერთი კითხვა მინდა დავსვა, როგორ ფიქრობთ, ხალხის ნება დღეს რამდენად რეალურად იცის ხელისუფლებამ, ანუ ის განწყობა, რომელიც არსებობს ხალხში. თქვენ ფიქრობთ, რომ აი ამ თქვენი იმედის საშუალებას იძლევა? დიახ, რა თქმა უნდა, მე პირველ რიგში ვფიქრობ, რომ იმაზე მეტად, ვიდრე ეს იცის პირადად პრეზიდენტმა სააკაშვილმა და ჩვენმა გუნდმა, ამაზე მეტად ხალხის განწყობა დღეს არც ერთმა სხვა პოლიტიკურმა ძალამ არ იცის, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის ვიყავით ხალხთან კონტაქტში. მე მგონი იმედენი ხალხი მუშაობს ფიზიკურად, პირადად, რამდენიც ყავს ნანახი მიხეილ სააკაშვილს და რამდენსაც არის დალაპარაკებული სხვა ლიდერი, არ არის ამდენ ადამიანს შეხვედრილი და დალაპარაკებული და ჩვენ სხვათა შორის წინა არჩევნებსაც ვიგებდით სწორედ ამიტომ, იმიტომ რატო აგებდა ვთქვათ ნაცელაშვილი, რომელიც თავის დროზე სათავეში როცა ჩვენ დავიწყეთ ჩვენი მოღვაწეობა, იყო ბევრად უფრო მეტად რეიტინგული, ჰქონდა ბევრად მეტი პროცენტი, ასე ვთქვათ, მაგრამ მან წააგო ჩვენთან, იმიტომ რომ ის ატარებდა თავის კამპანიას კაბინეტიდან, როგორც დღესაც სამწუხაროდ და ჩვენ დავდიოდით და ვეცნობოდით საზოგადოების პრობლემატიკას. და ეხლაც არის ესე, ეხლაც პრეზიდენტ სააკაშვილი ძალიან იშვიათად, მე არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში მე ესე არ მინახავს. ამიტომ ჩვენ ამ პრობლემატიკას ზედმიწევნით კარგად ვიცნობთ. ამიტომ ჩვენ ვიცით ზუსტად რამ გამოიყვანა ხალხი საპროტესტოდ. და როცა არის ლაპარაკი, რა საჭირო იყო მაშინ 2 ნოემბრის შემდგომი დღეები, სამწუხაროდ ჩვენ ამ პროცესს არ ვაკონტროლებთ. ამას აკონტროლებდნენ ამ მიტინგის ორგანიზატორები, რომლებიც ორის შემდეგ დარჩნენ ხალხის გარეშე და მათ განაგრძეს პროცესი უკვე ისე, როგორც მათ უნდოდათ და ჰქონდათ ჩაფიქრებული თავიდანვე, როგორც ერთ-ერთმა მათგანმა ლიდერმა თქვა, რომ იმ გეგმით, რომელიც ჩვენ დიდი ხანია გვაქვს უკვე მოფიქრებული, აი ამ გეგმით, როგორც ჩანს, მათ დაიყვანეს შემდგომისკენ ეს პროცესი და რაღაცა გეგმით ეხლაც მიყავთ. პროცესი, მე მინდა პირველ რიგში ვთქვა, რომ არ ვიცი, ვერ გეტყვით, მე მინდა ვთქვა ამასთან დაკავშირებით, რომ არ მინდა სიღრმეში შეცვლა და ვთქვათ რაღაც ანალიზი გაკეთება, უბრალოდ ერთი ფაქტია, რომ უამრავ კითხვებს შეუს
თავად ეს დაკითხვა ბრძანოთ და შემდეგ ამშტაბების მოქმედება ის თუ რითი როგორ არიან ისინი ერთმანეთთან დაკავშირებულები რა მოლაპარაკებები აქვს რომლებზეც არის ნათქვამი რომ მოლაპარაკებები არის მაგრამ ამ მოლაპარაკებების არსი და შედეგები შემდგომში იქნება როდესაც ნათქვამი ანუ ხალხი თუნდაც სხვა საპრეზიდენტო კანდიდატებთან და ასე შემდეგ ეს ყველაფერი სხვა რაღაცა მინდა ვთქვა ალბათონო იქ ასევე წინა თემასთან დაკავშირებით და ამ თემასთან დაკავშირებით რომ ჩვენ ის რო თქვათ იყო რაღაც შეცდომები ის რო თქვათ ჩვენ მართავდით პროცესს ისე რომ ქონდა უკვე მოფიქრებული თქვა შემდგომი ეტაპი მაგრამ შეიძლება შემდგომი ეტაპი ჩვენ ზეგ უნდა დაგვეწყო მაგრამ დავინახეთ ამ დღეებში რომ ჯობია რომ ეს დავიწყოთ ხვალ და არა ზეგ და ჩვენ ვაკეთებთ ამას ჩვენ ვიწყებთ ამას უკვე ხვალ ეს არის ნორმალური როდის დაინახეთ ბატონო დაინახეთ ნოემბრის დღეებში დაინახეთ მანამდე ნოემბრის დღეებში ამაზეა ლაპარაკი ზუსტად ამიტომ მე ვფიქრობ ჩვენ კიდევ ერთხელ იგივე იმედთან იგივე იმ მანიფესტაციებთან დაკავშირებით გადავდგეთ კონკრეტული ნაბიჯები ჩვენ ვართ დარწმუნებული ამ ნაბიჯების ისტორიაში ჩვენ დავუძეთ ჩვენი არგუმენტაცია და ამიტომ გაუთავებლად ამ თემაზე ლაპარაკი მე ვფიქრობ ჩვენ წინსვლის საშუალებას არ მოგცემთ ჩვენ მიგვინდია ქართველი ამორჩევლისთვის ამ ნაბიჯების და ამ არგუმენტების შეფასება რაც შეეხება ჩვენ უნდა ვიაროთ წინ ჩვენ უკან არ უნდა წავიყვანოს არც ერთმა ესეთმა მოვლენამ არც ერთმა იმ ფაქტმა რომელმაც შეიძლება ჩვენი ხელისუფლება სხვადასხვა მომენტში ჩააყენა უხერხულ მდგომარეობაში რომელმაც დააზარალა შეიძლება ჩვენი ხელისუფლება იყო სხვადასხვა თემები თუნდაც იგივე გირგულიანის და ეს თემები ესეც იყო რა თქმა უნდა და ამანაც მაქსიმალურად დააზარალა ჩვენი ხელისუფლება მაგრამ ჩვენ ამან უკან არ უნდა დაგვაბრუნოს ჩვენ უნდა ვიაროთ წინ იმისათვის რომ გავაკეთოთ ყველაფერი რომ ესეთი უხერხულობა აღარ შეიქმნას შევქმნათ გარანტიები იმისათვის რომ ესეთი შეცდომები არ განმეორდეს ჩვენ უნდა ვიმოძრავოთ წინ და ჩვენ გვაქვს ნათლად გაცნობიერებული საით უნდა ვიმოძრავოთ ჩვენ ვიცით რომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ქართველი ხალხისთვის არის ის რომ თითოეულ ოჯახში კიდევ ერთხელ ვამბობ იყოს ადამიანი რომელიც თავის სამსახურით უზრუნველყოფს ოჯახს ქართველი ხალხი მაგარი ხალხია და ყველა კვლევა გვანახებს ჩვენ იმას დავამთავროთ და შეიძლება გვანახებს იმას რომ უმუშევრობა არა მხოლოდ ფიზიკურად არის რთული ადამიანისთვის და მასშია როგორც ქალბატონმა წინამთხო ეს არის მისი ღირსებისთვის ძალიან შემონახველი იმიტომ რომ ეს მდგომარეობა ქართული ღირსებისთვის არის ძალიან შემონახველი ამიტომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რომ ეს გამოვასწოროთ და ჩვენ ასევე ვითვალისწინებთ იმას რომ არ ვამბობთ როგორც ზოგიერთ სხვა ამბობს თქვათ რომ ჩვენ ყველას ერთად დავასაქმებთ იმიტომ რომ ამას ვერ გავაკეთებთ ვინ ზოგიერთ ჩვენ ვამბობთ თქვათ შალვა თელაშვილი რომელიც ამბობს რომ ყველაფერი უფასო იქნება და ასე შემდეგ ხო ჩვენ ვიცით რომ ბუნებაში ყველაფერი უფასო არ არსებობს ჩვენ ვამბობთ რომ ჩვენ დავიწყებთ ამ დასაქმებას მაქსიმალური მნიშვნელობიდან და ამავე დროს იმას ვისაც პირველ რიგში ვერ დავასაქმებთ იმაზე ვიზრუნებთ იმას მივცემთ დახმარებას შემდგომში ის დასაქმდება ვიღაცა მაინც დარჩება ვიზაც ვიზრუნებთ და აი ესე ნელ-ნელა დავიწყებთ ეს არის ხელისუფლების გეგმა ქალბატონ თინა ჩვენ დამწყებით და რომ პასუხი დაგავს იმას დასაქმების მიმართ იმიტომ რომ როგორ ჩანს ჩვენ უნდა ვიაროთ წინ ხო ჩვენ ვიაროთ წინ მაგრამ დანაშაულისთვის უნდა დაიცაჯოს ყველა იმიტომ რომ წინ ისევ არ ჩაიდინონ ის დანაშაულები რომელიც უკვე ჩაიდინეს მიმდინარეობს და რა თქმა უნდა ყველა დაეჯება მის დანაშაულს ჩაიდინეს არ მინახავს არც ერთი ადამიანი რომელიც დაიცაჯა იმისთვის საერთოდაც ქალბატონმა ეკამ თქვა არ დამთავრებულა გამოძიება და არა მე ყველაზე ვაპარაკობ რაღაც დიალოგს რომ იქ იყო გადამეტება და ეს კადრები არსებობს და არ ჭირდება ამას დიდი გადამეტება როდესაც აი ეს ახალგაზრდა აიაგზის თვაღარდის გავიდა გასულა ერთ-ერთი ახალგაზრდა რომელიც აქ იჯდა კადრებში ჩანს კარგად ნათლად ორ პოლიციელს რო ჩამოყავს ხელები გადატრიალებული ერთი ქვევიდან უთავს და მეორე ზევიდან და ამას არ ჭირდება კადრების გავაკეთებინა მეორე ამას თქვა კონკრეტული მაგალითი მომხდარა ძალიან კონკრეტული ფაქტი რომელსაც აღარ ჭირდება დიდი გრძელი და 17-ომიანი გამოძიებები ხა რაც შეეხება იმასაც აქ ითქვა რომ თურმე ძალადობა ყოფილა ის რომ პირველი პირის გადადგომა მოითხოვეს კი მოითხოვეთ რა თქმა უნდა იმიტომ რომ ადამიანი მე ჩავიწერეთ სიტყვით რასაც თქვენ არგუმენტი ძალიან კარგი მაქვს როგორმე ხა არ მჭირდება თქვენი კორექტივები ჩვენ მოითხოვეთ დიახ პირველი პირის გადადგომა და სწორადაც მოვიცეცით იმიტომ რომ ყველაფერს უნდა დაერქვა თავისი სახელი ამ ქვეყანას ეს არ არის შევარდნაძე საქართველოს როდესაც არსებობდა მითითო რეალობა არ ვიცი რომ იგი იყო თავისი გარემოცვის ფარფლი რომ იყო მოხუცი რომ ვეღარ იღებდა გადაწყვეტილებებს და შო. ეხლა სააკაშვილი არის ახალგაზრდა გონიერი
სასწაულია ძალიან ენერგიული და გადაწყვეტილება უნარიანი ადამიანი. მე ამას ვადასტურებ და ამიტომ კი, მეც ვადასტურებ ამას. სწორედ ამიტომ მან უნდა აღდგოს პასუხი. თქვენ არ გადაწყვეტილებას. აი გონიერებაში კითხვის ნიშანს დავსვენ. გონიერება არის ძალიან შეფასებითი კატეგორია და შემიძლია განმარტო რას გულისხმობ, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი. თავი ის არის, რომ ის არის გადაწყვეტილება უნარიანი და დიახ მან უნდა აღდგოს პასუხი ყველაფერი იმისთვის, რაც ამ ქვეყანაში 20 წლის განმავლობაში ხდებოდა და არავინმე სხვა ცალკე აღებულმა. ამიტომ ეს არის მისი პირადი პასუხისმგებლობის საკითხი, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ გირგვლიანი იყო შეცდომა, შეცდომა კი არ იყო, გირგვლიანი იყო დანაშაული. ამ დანაშაულისთვის ადამიანები უნდა დაისაჯონ. აუცილებლად დაისჯებიან. პირველ რიგში ისინი დაისჯებიან, ვინც ხელს აფარებენ ამ დანაშაულის შემკვეთებს. და უნდა დაისაჯოს ის მოსამართლეს, რომელიც თელმა საქართველოს ნახა სასამართლო პროცესზე, თელმა საქართველოს უყურა სასამართლო პროცესზე, როგორ დართო ნებართო მობილური ტელეფონით საუბრისა, პროკურორისგან გადაწყვეტილი მობილური ტელეფონით საუბრისა დასაჯებას. ამიტომ ბევრი რამე იყო ამ საქმეებში, სადაც ხელი დააფარეთ. იყო კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდი, ხუთშაბათი დღე იმ კვირის შემდეგ, როდესაც დროებაში გავიდა ეს რეპორტაჟი, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა დათანხმდა გამოაცხადა გვირაბი. არ გვინდა ამაზე საუბარი, ეს ადამიანები მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აუცილებლად აგებენ პასუხს უტანსკვლელობისთვისაც, იმისთვისაც, ვინც დააფარა შემდეგ ხელი, იმათვისაც, ვინც იარაღით ჩაუყარა და ისინიც, ვინც შემდეგ 5 თვე არაფრის გამო 6 ახალგაზრდა ციხეში ამყოფა. მაგრამ თავარი აქ არის სხვა. თავარი არის ის, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ძალიან არაადეკვატურ, მაგრამ არა რეალურად არაადეკვატურ, არამედ მოჩვენებითად არაადეკვატურ ხელისუფლებასთან, რომელიც ცდილობს, რომ უარი თქვას იმაზე, რაც თელმა საქართველოს მიცის. დიახ, იქ იყო 150 ადამიანი, შეიძლება 180, არ ვიცი, ხა ამ ციფრებზე დავიდავით, ძალიან ცოტა. 7 ნოემბრის დილით 7 საათზე, ძალიან ცოტა, ისევე როგორც ყოველ ღამე იყო ძალიან ცოტა. და ეს ადამიანები იყვნენ 41 მოშიმშილე, ჩვენ ვიყავით იქ ლიდერები და კიდევ რამოდენიმე ჩვენი პარტიის წევრები. ჩვენ ყველანი ვიდექით კიბეზე. თქვენ გაქვთ კადრები, თქვენ ხართ ერთადერთი ხელისუფლება არის, ერთადერთი რომელსაც აქვს ამისი კადრები, იმიტომ რომ ყველა ტელეკამერა დაიმტვრა. და მე მინდა დღეს კიდევ ერთხელ 1000 ჯერ თქვენ და მიმართო იმ ჟურნალისტებს, რომლებიც მე პირადად აპირებულები მხვდებოდნენ იქ კიბეზე, როდესაც მათაც სცემეს და მათი კამერები დაამტვრიეს, რომ გამოვიდნენ ტელევიზიით, საკუთარ ტელეკომპანიებში გამოვიდნენ ტელევიზიით და მოყვნენ რა მოხდა იმ დილას. მე უკვე ერთი თვე ვითხოვ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ თელ საქართველოს აჩვენოს ის კადრები, რომელიც მხოლოდ თქვენ გაქვთ 7 კამერით იღებდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს აგენტები. რა ხდებოდა დილით 7 საათზე რუსაველის განძებზე კიბესთან. თელმა საქართველოს უნდა ნახოს სადიდგნენ ეს ადამიანები, რა ვითარებაში იყვნენ, ლევან გაჩეჩილაძე, ბიძინა გეგიძე, ყობა დავითაშვილი იწვნენ, ეძინათ, როდესაც მას თავზე დაესხნენ პოლიციელები, მე პირადად ბევრჯერ მithქვამთ, ეხლაც ვადასტურებ, როდესაც ლევანი წეხქვეშხავდათ განგებული პოლიციელებს, მე თვითონ პირადად ერთ-ერთი პოლიციელი შემოვატრიალე და დავარხი, დიახ, დავარხი, იმიტომ რომ აი ზუსტად იმ მომენტში ადგა ლევანი და შეძლო რომ დასულოდა იმ ციხეების ქვეშე და სადაც იგი იყო მოყოლილი. მე მოვითხოვ, რომ თუ თქვენ გინდათ სიმართლე გაიგოს ქართულმა საზოგადოებამ და მართლა ხართ ამაში დაინტერესებული და არ გეშინიათ და ფიქრობთ რომ მართლები ხართ, აჩვენეთ დილის 7 საათის კადრები. გამოსად როგორ მოხდა და ახლა რაც შეეხება იმას, რომ არავინ არ იყო დაშავებული. ლევანზე ინგამს აღარ გამაგრძელებს, ზუსტად იგივე მდგომარეობაში იყო გიას. მე თვითონ პირადად სასტუმრო მერიოტის წინ და ამის კადრებიც არსებობს. ამის კადრებიც არსებობს, იმიტომ რომ იქ იყვნენ ტელეკომპანიები, რომლებიც ამას იღებდნენ. თავში დამეცა ის გაზის ბალონი და ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი, ეკამ კავატონმა ეკამ კარგად იცის, მე ბრძოლის ველიდან არ გავდივარ, იმიტომ რომ იყო დრო, როდესაც ჩვენ ერთად ვიდექით ამ ბრძოლის ველზე და ყველანი ჩვენ ვიდექით იქ ბოლომდე, მე არ ვიყავი პირადად რიყეზე, იმიტომ რომ უკვე ძალიან ცუდად ვიყავი, მაგრამ ჩემი მეგობრები ყველანი იდგნენ რიყეზე და ეს ახლა თელმა ქართულმა საზოგადოებამ ამას უყურებდნენ პირდაპირ ეთერში, სად იყვნენ, გარბოდნენ თუ არ გარბოდნენ, ჩვენ ხალხს არ ტოვებთ განსაცდელში, განსხვავებით ჩვენი ხელისუფლებისგან. ჩვენ ხალხის გვერდში ვდგავართ და გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იმისთვის, რომ ჩვენ თავზე ავიღოთ პირველი დარტყმა და არსებობს კადრები, რომელიც ადასტურებს როგორ მოხდა მერიოსთან თავდასხმა, სადაც მე, დათო ბერძენიშვილი და დათო ზურაბიშვილი ვიდექით კოლონის თავში, ამ ხალხს ვაჩერებდით და როდესაც დაინახა სპეცსანიშნულების ნაწილმა, გავაჩერეთ ჩვენი ხალხი და აღარ მიიწევდა კოლონა მათზე, აი ზუსტად იმ მომენტში დაიწყეს მესამე დარტყმა, აი ეს არის ეს ფონდი, რომელშიც არჩევნები ტარდება, რომელზეც გათვალისწინებითაც არის სწორედ აი
ანალიტიკური გამოკითხვები ჩატარებული, თქვენ გაგიქნება ძალიან საინტერესო შედეგები უნდა გაგაგზავნოთ. ნახევარფეხი და ეხლა ძალიან ბევრია სამებასთან დაკავშირებით არა მე დანიშნული მაქვს. არა, უსამართლოდ არა, უკაცრავად დანიშნული მაქვს დრო და არ გამოიყენებ 113 იმაზე მე ტრანსპორტომმა გასაგები თავგადაგება, ზუსტად იმდენივე დროს მოხდება და გამოგაკეთებს. სამებაში შეტრას რაც შეეხება. მე ვარასწორებ რაც იმ გამთქვა და შეგვიძლია მოისმინოთ და თუ შეგავთ გაგების უნარი, ნახავთ რომ მიფაპარაკე ვარაუდზე, მაგრამ მანამდე თელმა საქართველოს ნახა და მეც ნახა უკვე განმეორების კადრებში რომ ქაშვეთის ეკლესიაში გადის შეყარეს. და თელმა საქართველოს ნახა. ისა რომ არაფერი დაუჯერებელი და გაუგონარი იმაში არ იქნებოდა, იგივე რომ მომხდარიყო სამებაში. ეს იყო ვარაუდი ნასწამი და შესაძლოა ვარაუდი ეფუძნებოდა იმას, რაც მანამდე ჩვენ ყველა მადლობა. ჩვენ ეხლა შემდეგ უნდა დავბრუნდეთ და გვექნება კიდევ ძალიან ბევრი დრო სალაპარაკოთ. მანამდე ეკაითხავდა სიტყვას და მე მინდა უბრალოდ ანალიტიკური კვლევის შედეგებზე ისაუბროთ სამდა გორთამას მოგვიანებით, რაც სიტყვით და ესეთ პასუხი არათანაბარიაო დრო განაწილების თვალსაზრისით არგეთანაბარია. ისინი ორნი არიან და ჩვენ თვითონ მაგრამ მე ვთვლი რომ ოპოზიციას ამ შემთხვევაში არგუმენტები ხელისუფლების წინააღმდეგ გაქვთ ერთნაირი. რასაც მე არა დაადასტურა ის ამბავი, რასაც ხელისუფლება ამბობს, რომ ცენტრალურმა ძალადობა გვინდოდა. ამიტომ ესეთი არ არის. მე გულწრფელად ვიხარ, როდესაც დავგეთმე განაცილე რომ მამუკა კაციტაძესაც და თინა ხიდაშვილსაც ექნებოდა ზუსტად ერთნაირი ბრალდებები ხელისუფლების წინააღმდეგ. 30 მოვიდნენ, მე პრობლემა არ მაქვს. მთელი პარლამენტი მოვიდეს, არავის არ პრობლემა არ არის გაუმკლავდებით. მე ვიცი რომ ყველას გავუყოლებ. კარგით, ეკა, უპასუხეთ და შემდეგ გამოკითხოთ. საქმე იმაში გახვალთ რომ ნამდვილად არ მინდა და ხელი შემეშალა ქალბატონის შინასთვის და ყველა ეს გულისკევილი მოსაზრება მიეწოდებინა საზოგადოებისთვის, მაგრამ იმდენი სიცრუე მოვისმინე, უბრალოდ ხარ ნამდვილად შეწუხებული ვარ და მინდა შევახსენო ჩემს ჩემი ქვეყნის მოსახლეობას, რომ არც ისე დრამატულად იყო ვითარება და არც ისე მარტივად. თინ არ გიშლიდება. ვითხოვთ მე დამანაშაულებენ უკვე აფერად აქეთახარე იმაში რომ დრო არის არათანაბრად განადგურებული. და ნივარზე მეტი კადრები წაჩერეთ ქალბატონოცინა, რომელიც საერთოდ უთლებას ერთი წუთით ქალბატონოცინა. ჩვენ ისეთი ძიმე კადრებიც ვაჩვენეთ, რომელიც წესი და კანონით არ მისცემდა თავმოყარე პოლიტიკოსის უფლებას და მოვახსენებთ, რომ მოსულიყო დღეს საზოგადოებისთვის მემართა ის კადრებიც, როდესაც თქვენი პარტიის ლიდერები პატაკსაბარებენ რუსის გენერლებს და გეგმებს უსახავენ და ეუბნებენ როგორ უნდა მოიქცეს საქართველოსთან მიმართებაში. რაც შეეხება თქვენს მიერ ჩამოთვლილი ის ფაქტები, რომელიც აღნიშნეთ, რომ თურმე არსებობს რაღაცა კადრები, რომელიც ეს არის გასაიდუმლო და არავინ არ იცის, ჩვენ ვფლობთ ამას და არ ვაჩვენებთ საზოგადოებას. მინდა გითხრათ, რომ მსგავსი სიტყვი აღარ გამოდგება რა საქართველოში, იმიტომ რომ წარმოუდგენელია თქვენ და მე ერთმანეთს უბრალოდ მივყვეთ დინამიკაში ელემენტარულად მოვლენებს და ვერ დაუდასტუროთ ერთმანეთს. მე გეუბნებით და ღიად გდებს ბრალს, რომ თქვენ მიხსოვდეთ სახელმწიფო გადატრიალებისთვის. მე გეუბნებით, რომ როგორც ხელისუფლების დამცველი და როგორც ხელისუფლების გუნდის წევრი, ყველაფერს იღონებდა საქართველოს პრეზიდენტი მთლიანი გუნდი იმისთვის, რომ სახელმწიფო გადატრიალება საქართველოში აღარ მომხდარიყო. საქართველოს არ დაუბრუნდება უკუნეთ საქართველოსაც ძალიან დიდი და დიადი მიზნები, რისკენაც ვერც ბერძენიშვილები, ვერც ხაიდრავები, ვერც ბადრიბა და იგივე არკადე პატარკაციშვილი შეერჩევს, მაგრამ თუ კი იარსებებს კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელსაც ექნება მართლაც საკრიტიკო რაღაცა თემები, რაც საკუთრებული ხელისუფლება მასთან ითანამშრომლობს. მინდა გითხრათ, რომ ოპოზიციის ფენომენი არ არის მხოლოდ და მხოლოდ იმაში, რომ ჩასაფრებული იყო და აკრიტიკოთ ხელისუფლება. არ შეიძლება ესე რა. ოპოზიცია ვერ აჩვენებს კულტურა, პოლიტიკური კულტურა, ვერ დასავლეთ ექსპერტებს და ვერ საქართველოს საზოგადოებას. მაშინ როდესაც თქვენი გუნდის მიერ წამოყენებული კანდიდატურა ბატონი ლევან გაჩეჩილაძე, რომელიც გემეტებათ საქართველოს რომ იყოს საქართველოს პრეზიდენტი. როდესაც ტრიბუნიდან იგინება და როდესაც საზოგადოებას მოუვიდებლად დღე და ღამე შეუძლია რომ მან აკადროს ის უცნაური სიტყვები, რომელსაც ის მართლა კადრულობდა ყოველთვის. ადამიანმა რომელმაც ორჯერ ტრახი დაამთავრა ბიზნესი. ადამიანი რომელიც მესამე პროექტ საქართველოს და უკვე წარუმატებელ თავაზობს საქართველოს პრეზიდენტობას, მაპატიეთ, მაგრამ ადეკვატური იქნება ხელისუფლება. ხელისუფლებას აქვს ისეთი გეგმები, ის მართლა მნიშვნელოვანი პროექტები, რომელსაც ვერ ბაზრი პატარკაციშვილი, ვერც ლევან გაჩეჩილაძის სურვილებს და მნებებს ვერ გაუთხოვს და ის ვალდებულია ქართველი ერის მანდატი დაიცვას და აბსოლუტურად ადეკვატური იყოს. რაც შეეხება იმას, რომ გაგიკვირდეთ ჩვენ ორნი ვართ და თქვენ თქვათ ამ შემთხვევაში უმცირესობაში ძანდებით. მე ბატონ მამუკას არ გულისხმობ, მაგრამ ხშირად ხდება ხოლმე, როდესაც არკადე პატარკაციშვილს თქვენი გუნდის წევრი გოგა ხაიძრავა იცავს ხოლმე. ეს არის ანომალია და ყოველდღე გაუგემგონარი კაცი. რაც შეეხება იმას, თქვენ
მე უნდა ვთქვა კვლავ ალბათ ერთხელ კიდევ ხაზგასმით. ამ შემთხვევაში გადაცემის სტუმრების შეიცვლენ ასეთი ბალანსის პრინციპით ორი ადამიანი, ლიდერი ოპოზიციიდან, ორი ლიდერი ხელისუფლებიდან. მე ვთვლი, რომ ოპოზიციას კი არა და ეხლა აქ უკვე ხედან ექსპერტები, რომლებიც ასევე ჩაერთვებიან ჩვენ საუბარში, თუ კი რაიმე ბრალდებებზე არის და პოლიტიკურ არგუმენტებზე ლაპარაკი, მე ვთვლი, რომ აი ამ ოპოზიციას ნებისმიერს მათ ყავს თავის კანდიდატი თუ არ ყავს, აქვს ერთი აზრი. ამდენად მე არ ვთვლი, რომ დღეს რაიმე დისბალანსი არის გადაცემაში. მაგალითად, თუ კი მოვიწვიეთ, თქვათ, ორი ისეთი ოპოზიციონერი, რომელსაც თავთავისი ლიდერი ყავს. აი თქვენ ახლა თქვით წეღან, რომ ხალხი გადაწყვეტ, არჩევნებზე გადაწყვეტ და ასე შემდეგ. სულ რაღაც ნახევარი წლის წინ დაახლოებით მაშინ, როდესაც სანდრო გირგვლიანის თემა იყო პიკში, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, პრაიმ ტაიმის მიერ ჩატარებული გამოკითხვებით მაყურებლის მოსახლეობის 36% იყო ნიჰილისტურად განწყობილი. ანუ ისინი ამბობდნენ, რომ ხმას არ მისცემდნენ არასოდეს არცერთ პოლიტიკოს. როგორც ახლა ირკვევა აი ამ 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ, თამნა გორთამაშვილი მოგვაწვის ახლა ზუსტ ინფორმაციას, მაგრამ თუ არ ვცდები, თითქმის მთელი საქართველო აპირებს მივიდეს და მონაწილეობა მიიღოს, ხო, საპრეზიდენტო არჩევნებში. რა სიტყვით ამაზე? ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის შედეგი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, რადგან პრაიმ ტაიმის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ ცხადყო ის, რომ საზოგადოების 96%-ზე მეტი არის აქტიური ამომრჩეველი. მათგან 30% ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი ვის მისცემს ხმას, ანუ უბრალოდ არ ასახელებს თავის რჩეულს. ანუ უნდა ვივარაუდოთ ის, რომ ეს 30% ანუ არ აქვს გადაწყვეტილი თუ უბრალოდ არ ასახელებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცენტი ალბათ კვლევებისთვის და ისინი თავს იკავებენ დაასახელო, ვინ არის დაასახელოს. ანუ ეს 30%-ია მინდა აქვე თქვა, რომელზეც ნებისმიერ კანდიდატს შეუძლია იმუშაოს. აქვე იმასაც დავამატებ, რომ ასეთი აქტიურობა ამომრჩევლის არ გაფიქსირებულა საქართველოში პოსტკომუნისტური საქართველოს პირველი არჩევნების შემდეგ, როდესაც პრეზიდენტი გახდა ზვიად გამსახურდა. ეს არის მეორე შემთხვევა, როდესაც ამომრჩეველი არის ასეთი აქტიური. რა მოხდა დღეს? აი რა შეიცვალა საზოგადოებაში და დამკითხეთ მინდა მე გადავიდე ჩვენი დარბაზის სტუმართან. ბატონ ლევანს მინდა მივმართო. ბატონო ლევან, 86%-ია საუბარი. როგორ ახსნის თქვენ ამ ხელოვნებას? მით უმეტეს ბატონ ლევან, მოდით მე ჩავერთები, აი მაშინ როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ როდესაც იყო პიკში, ყველაზე მძიმე თემა, სანდრო გირგვლიანის თემა, რამაც პირველად აი ესეთი ხმამაღალი პროტესტი გამოხატა ხალხმა აი ამ თემასთან მიმართებაში სწორედ ქუჩაში, მაშინ 36% თურმე ამბობდა, რომ ისინი ასეთ პოლიტიკოს არ მისცემდნენ ხმას. დღეს კი 90%-ზე მეტი ამბობს, რომ მიდის არჩევნებზე. რა ხდება ანუ? მე მგონი მიზეზები თვალსაჩინოა და ზედაპირზე ძევს. პირველი მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრი რამ ხდება პირველად აი ამ არჩევნების შემთხვევაში. პირველად ხდება, როდესაც მართველი მე გულისხმობ ექს-პრეზიდენტს ესე იგი პოლიტიკური კრიზისიდან ასეთი ტიპის გამოსავალი შესთავაზა საზოგადოებას, იგი გადადგა დანიშნა არჩევნებზე თავად მონაწილეობს. ანუ რაღაცა სპირალიდან, რაღაც სულ მუდამ ტრიალებდა ქართული საზოგადოება, თითქოს გამოსავალი დაისახა. შესაბამისად, პირველად ხდება, როდესაც სწორედ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის მშვიდობიანი და არა მხოლოდ მშვიდობიანი, არამედ ცივილიზებული, ანუ არჩევნების გზით ხდება გამოსვლა. კიდევ სიახლე არის ის, რომ ალბათ ეს არის პირველი არჩევნები საქართველოს ისტორიაში, როდესაც ჩვენ არ შეგვიძლია წინასწარ ზუსტად ვთქვათ, რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს. ანუ რაღაც გარკვეული თანაზომადობა თუ თანაწონადობა არსებობს კანდიდატებს შორის და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, საქართველოს მოსახლეობა არ არის განებევრებული საერთო სახალხო ნების პირდაპირი გამოხატვის საშუალებით, სულ ორჯერ იყო თუ არ ვცდები საქართველოს უახლეს ისტორიაში პლებისციტი მხედველობაში, ამის საშუალებაც მიეცა საზოგადოებას და მე მგონი ეს არის არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი იმისათვის, რომ ვივარაუდოთ, რომ მოსახლეობა აქტიურად აპირებს ამ არჩევნებში. მოსახლეობა აქტიურად აპირებს ამ არჩევნებში. მონაწილეობას ქალბატონ ნანა ჩაჩუას მინდა დაუსვა ერთი შეკითხვა. რატომ? ანუ 7 ნოემბერი, რომელიც გაზრდას ფონა, ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, როდესაც საარჩევნო კამპანიებზე იქნება საუბარი, ვარ დარწმუნებული, რომ სულ იქნება საუბარი 7 ნოემბერზე. ქალბატონ ნანა, რა სიტყვით თქვენ? აი რატომ გადაწყვიტა თითქმის მთელმა ქვეყანამ 90%-ზე მეძებს საუბრობთ, ხო? რომ მივიდეს არჩევნებში. ამასაც მე მომეწევს ალბათ ცოტა უფრო ადრეული პერიოდიდან რაღაცები გავიხსენო. პირველ
რიგში რა. ჩვენ ქონდა პრეზიდენტების არჩევნების რაღაც სამი მომენტი. მოსაბჭოური სივრციდან შეიღო პირველი ბატონის ვიად გამსახურდია საქართველოს პირველი პრეზიდენტი და მაშინ აი ტალღა საზოგადოებისა რომელიც იყო ჩართული ამ საარჩევნო პროცესებში გაჯერებული იყო მთლიანად ემოციით. და თქვენ გახსოვთ ყველას, რომ ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ჩვენ გვიყვარს პრეზიდენტი. და აქ იყო წინ წამოწეული სიყვარულის ფენომენი, რომელიც უნდა ვთქვა და აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ეს არის სწორედ ის, რომელიც პოლიტიკური და რაციონალური გადაწყვეტილებებიდან აცილების პირველ პირობას ქმნის. ანუ არ უნდა გვიყვარდეს პრეზიდენტი? საკვირველია სიყვარული ძალიან მუდმივია ალბათო და სიყვარული არის ისეთი ფენომენი, რომელიც ყოველგვარ ლოგიკას არის მოკლედ. კი, მაგრამ ჩვენ ქვეყანაში ხომ ნაცვლად დადასტურდა, რომ სიყვარული ძალიან ინტიმურია, მაგრამ ხალხს უყვარს, ლიდერი ირჩევს მას და სწორედ აი ამ პროცენტებზე გამიჩნდება ეს შედეგი. მინდა გვიწევს დაშვება. სწორებითაც ეს გახლავთ ვიზა. და აი მიტინგებს, რომელიც მაშინ ბატონის ვიად გამსახურდიას ხარდამჭერი იყო, ძალიან ემოციურად დატვირთული იყო, დამეთანხმებით, რომ მომიტინგეთა შორის ჭარბობდა ქალბატონები. იმიტომ რომ ქალბატონები მაინც უფრო მეტად გრძნობელობით გამორჩეული არიან და ეს იყო გულწრფელი. სხვათვის არ ვიცი მე რამდენად ზუსტი მაქვს ინფორმაცია, ალბათ ოდნავ მოგვიანებით თქვენ ექსპერტები გაგცემენ ამაზე პასუხს. ამბობენ რომ არჩევნებში გადამწყვეტი ხმა ეკუთვნის ყოველთვის ქალებს და ლიდერები უფრო ბევრი შესაძლებელია, მაგრამ ლიდერებიც ყოველთვის აი ირჩევა ხოლმე აი ამ კუთხით. უფრო მეტად აი ქარიზმატული, სიმპათიური, რაღაც ენერგიული და ეს ეტაპი გავიარეთ ქალბატონები. დასრულდა ეს ეტაპი. ეხლა სიყვარულის დრო პოლიტიკაში აღარ არის. და თუ ვინმე დასრულდა თუ უნდა დასრულდეს? დასრულდა. 7 ნოემბრის მერე თუ მანამდე? დასრულდა და ეს 7 ნოემბერი არ იყო ერთი დღე. ეს იყო გარკვეული მიზეზშედეგობრივი კავშირების კრებული. შემდეგ გახდათ ბატონი ედვარდ შევარდნაძის, ასე რომ ვთქვათ, წარსulis მისი გაცილების თუ გაძევების ამას ეხლა მნიშვნელობა არ აქვს. არავითარი მნიშვნელობა ეხლა არ აქვს. მაგრამ ვინ ჭარბობდა მიტინგებზე? ჭარბობდა მიტინგებზე ახალგაზრდობა. დიახ, ახალგაზრდობა, რომელიც ძალიან დიდი ენერგიით, განსაკუთრებული ენერგიულობით გამოირჩეოდა და ჩვენ ვაცილებდით ასაკოვანს, ვაგზავნით ისტორიაში ასაკოვანს და მას მოდიოდა ახალგაზრდობა. და ეს იყო საოცარი დიდი გულწრფელობა, საოცარი პატივისცემა იმ ენთუზიაზმისა, იმ ენერგიისა, რომელიც ახალგაზრდობას აქვს. მე პირველად ვაცხადებ ამას, რაც ეხლა უნდა გითხრათ. ეს ჩემი დაკვირვება. ეს რომელიც მე პირველ დღეებში აღმოვაჩინე, როდესაც ტელევიზიით მიტინგს ვადევნებდი თვალყურს და მე მგონი რომ არამხოლოდ საქართველოში არავინ არ იყო გულგრილი ამ პროცესების მიმართ და ამ მიტინგზე ჭარბობდნენ მამაკაცები და ეს მამაკაცები იყვნენ ასაკოვანი ჭაღარა მამაკაცები და ეს მამაკაცები იყვნენ რომლებისაც ოჯახებში ეკითხებიან შვილები, ეკითხებიან ოჯახის წევრები და დავიდე რა გავაკეთო ანუ ეს იყო საოცარი ისეთი ფენომენი, რომელიც ხელისუფლებისთვისაც მნიშვნელოვანი ანგარიშგასაწევია და საერთოდ ხალხისათვის. ხალხი იყო. მე თუ შეიძლება სულ ერთი წუთით და მიწევს თუ არა და მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან სერიოზული რამ გახლავთ, როცა ხალხი მოდის, მამაკაცები მოდიან და იცით ქართველ ხალხს აქვს ორი უმთავრესი კრიტერიუმი და ეს კრიტერიუმის დრო დაუდგა ხელისუფლებასაც, საზოგადოებასაც, ხალხისადმი პატივისცემა.
და საქართველოში ელიტარული ფენა არ არსებობს. საქართველოში ინტელექტია ელიტა. და ამ ინტელექტს და ხალხს მე ამდენს ვფიქრობდი მე realmente რა თქმა უნდა რომ უნდა მოვსულიყავი. მე მიჭირს ამაზე ლაპარაკი და იცით შოთანიშიანის ლექსი ხარი გამახსენდა. ხარია მთელი ქართული ხალხი. და იცით აი ეს ხარი ასე რომ თქვა ჭაბარის გამწევიცა და ყველაფრის გაკეთება შეუძლია და ერთი რამ ჭირდება. ხალხისაგან ხელისუფლება სიყვარული არ ჭირდება. ხელისუფლებისაგან ჭირდება სიყვარული ხალხი. კარგი, მე რეკლამის შემდეგ როდესაც დავუბრუნდები, ძალიან საინტერესო იყო ხალხური ნანა დამსახურდა როგორც ყოველთვის. სწორედ აი ამ კითხვას დავუსვამ ჩვენ ძირითად სტუმრებს, ანუ საარჩევნო პროგრამები, რომლითაც ისინი მოდიან, რაც პირდებით ხალხს, რაც პირდება იგივე თქვა ლევან გაჩეცოძე, დავით გამხელიძე, მიხეილ სააკაშვილი, თუმცა მანამდე მინდა რომ აი ეს ეტაპი ერთგვარად მოვილიოთ, ამოვწუროთ და შეცდომები, რომელზეც ახსოვს საუბრობდით გადაცემის პირველ ბლოკში, მე მინდა გადავიდე მიშა ფეიქრისთან ასეთი შეკითხვით, აი ვარდების რევოლუციიდან დღემდე, თქვა ჩვენ ახლა საუბრობთ 7 ნოემბერზე, მაგრამ აი ამ 7 ნოემბრის ესეთი კითხვა მინდა დავსვა, ანუ თავისთავად რა არის შეცდომა 7 ნოემბერი, თუ კიდევ ის ყველაფერი, რამაც 7 ნოემბრამდე ვთქვათ მიიყვანა ჩვენი ქვეყანა. მე მაინტერესებს რა სიტყვა შენ prime time-ის ანალიტიკურმა ჯგუფმა ჩაატარა სპეციალური გამოკითხვა, სადაც კითხვა სწორედ ხელისუფლებისა და ოპოზიციის თავარ შეცდომებს ეხებოდა. გამოკითხულთა უმრავლესობამ ხელისუფლების თავარ შეცდომას მაინც დაასახელა ის პროცესები, რამაც საზოგადოება და ზოგადად ხელისუფლებას 7 ნოემბრამდე მიიყვანა. გარდა ამისა, გამოკითხულთა უმრავლესობამ შეცდომად ჩათვალა ასევე საზოგადოებრივი ინტერესების უგულებელყოფა ხელისუფლების მხრიდან და ამავე დროს დისტანცირება, ხელისუფლების დისტანცირება საკუთარ ხალხთან. რაც შეეხება ოპოზიციას, მასთან მიმართებაში გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთთან შეუთანხმდებლად მოქმედებენ. გარდა ამისა, ისინი იყენებენ ხალხს საკუთარი ძალაუფლებისთვის, ბრძოლისთვის და კიდევ ერთი შეცდომა პოლიტიკოსი იყენებს საკუთარი ძალაუფლების მოსაწყობად. საზოგადოების მხრიდან იქნა აღქმული როგორც შეცდომა და კიდევ ერთი შეცდომა, რომლის შესახებაც საზოგადოების წარმომადგენლები საუბრობდნენ, გახლავთ ოპოზიციის უპრინციპობა. რაში გამოიხატება ეს? აი ეს გამოიხატება ზოგადად მათი გადაწყვეტილებების ხშირ ცვლაში, როგორც გამოკითხულთა უმრავლესობა. შეიძლება იყოს სადაო ამაზე ოდნავ მოგვიანებით თუ მე ვეცთავაზობ ერთ ექსპერიმენტს, ის გამოკითხვა ჩავატაროთ დარბაზში და გამიგოთ დარბაზის წარმომადგენლების დარბაზის სტუმრების მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით. მოდით ვიყოთ ძალიან კონკრეტულები და დავასახელოთ ხელისუფლების და ასევე ოპოზიციის თავარი შეცდომები და ასევე მათი წარმატებები. თვითონ ხო ალბათ ერთი რაც გაგახსენდება წარმატება, თქვა ხელისუფლების წარმატება შეცდომა, რომელიც თქვენ გაგახსენდეთ. მოგესალმებით. მე მინდა პირველში გამოცხადო ის, რომ მე ვარ სტუდენტი, მე ვარ აბსოლუტურად დამოუკიდებელი და ობიექტური მხარე ამ შემთხვევაში და მე მინდა განვაცხადო ვისაუბრო იმის შესახებ, რასაც მე ვწვდობ ამ ეტაპზე როგორც სტუდენტი. პირველ რიგში მე მინდა ვისაუბრო ხელისუფლების იმ წარმატებულ ნაბიჯზე, რასაც ეროვნული გამოცდები ქვია, რასაც ზოგადად განათლების სფერო ქვია. და შეცდომა ძალიან მოკლედ უნდა ვთქვათ, მე შემოვა მეორე ბლოკის სტუმრებთან ერთად. შეცდომა ალბათ ვფიქრობ იმაში არის, რომ ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო იმედი ტელეკომპანია იმედი საკითხი და ალბათ ის, რომ ფორმა უბრალოდ ეს არ იყო მოსაწონი. შეიძლება ვისაუბროთ სხვა საფუძვლებზე, მაგრამ ფორმა ზოგადად ვფიქრობ რომ დემოკრატიულ სახელმწიფოებში. რა შეეხება ვთქვათ, საფუძვლის საყოფილი იყო და დიდი მადლობა. რა შეეხება ვთქვათ ამ შემთხვევაში გიწევთ მიაწოდეთ ოპოზიცია, გნებავთ ესე დავარქვათ. შეიძლება დავსვათ კითხვა რა არის ხელისუფლების წარმატება და წარმატებულობა, მაგრამ 7 ნოემბერმა ყველაფერს დაცა პასუხი. როცა ასე უმოწყალო დაარბიეს ხალხი, როცა სახალხო დამცველის თემებს ასე უმოწყალო თავფილი გაამტვრიეს. აი ალბათ უნდა გასაუბროთ პოლიტიკურ კულტურაზე და დემოკრატიაზე. რა დემოკრატიაზე არის საუბარი, როცა და გავიდა მის მერე საკმაოდ დიდი ხანი და გუშინ წინ იყო 4-ში. როცა ბათუმში სასტიკად დაარბიეს სტუდენტები, ისინი არ აწყობდნენ სახელმწიფო გადატრიალებას და ადმინისტრაციულ ჯარიმარებს. ერთი წარმატება, თუ შეიძლება ეს იყო ხელისუფლების ამით ნათქვამია, ყველა ის ფასადური წარმატებები, ის არავის აჭირა, რომ სააკაშვილი ახლა გადაიქცა კეთილი. დიდი მადლობა. ოპოზიცია თუ შეიძლება და მე რეკლამას ვაცხადებ, რეკლამის შემდეგ ჩვენ სტუმრებთან ერთად დავბრუნდებით. მე ვფიქრობ, რომ ესეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან ეს იყო კორუფციის აღმოფხვრა და ალბათ შეცდომად შეიძლება ჩაითვალოს რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობების დამწვანებლად.
ოპოზიციაზე არ გაქვინმეს თქვენი აზრი, უბრალოდ საინტერესოა. კარგით, მაშინ ჩვენ რეკლამის შემდეგ, როდესაც დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში, ოპოზიცია თვითონ აზრიაო მამუკაკაციტაძე იძახის, რეკლამის შემდეგ ჩვენ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში და მე დავუშვათ ჩვენ სტუმრებს შეკითხვას ასეც თვითონ როგორ წარმოუდგენიათ, რას პირდებიან ხალხს, რატომ უნდა ვენდოთ ჩვენ მას, რატომ უნდა ავიქციოთ ისინი ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას და კიდევ ერთი ჩვენ გვექნება ოდნავ მოგვიანებით პირდაპირ ჩართვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელთან. საინტერესოა რა სიტყვის ბატონი ლევან თაგვიშვილი, მე შეგახსენეთ, რომ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ალბათ ამ შემთხვევაში სწორედ ამ ადამიანზე გადავა, თუკი გავითვალისწინებთ, საიდან დაიწყო ვარდების რევოლუცია, ცენტრალური საარჩევნო კომისია, გამოქვეყნებული და რეალური შედეგები. რამდენიმე წუთში დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში დაგვეყოთ. პირდაპირ ეთერში კვლავ ძალიან დიდი ბოდიში უცებ შემოვიწერეთ ერთგვარი კულუარული საუბრით. მასე გააყავდეთ თუ არა ხელისუფლება არჩევნებს. გაჩნდა ასეთი კითხვა, რაზე დაგრძნობით კეთდება ხოლმე პროგნოზი, რომ აი მაინც-მაინც თქვა როგორც გივით არ გამაძებდა გააცემის დასაწყისში 60% შესაძლებელია და უფრო მეტად ელოდება სახელმწიფო პარტია ამ არჩევნებში. გაჩნდა ეს კითხვა მას შემდეგ განსაკუთრებით რაც BCG-მ გამოაქვეყნა მონაცემები, პოლიტიკური რეიტინგები, ირაკლი მარტავა იმყოფება ჩვენთან სტუდიაში, მე მას მივესალმები საღამომშვიდობისა, რომლის მიხედვითაც ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა ძალიან მაღალი რეიტინგი და ასევე მთავარი ამბავი ერთ-ერთი იყო ის, რომ ეს გამოკითხვა სწორედ ჩატარდა აი ამ 7 ნოემბრიდან ზუსტად 2 კვირაში, ანუ როდესაც იყო პროტესტის ტალღა ძალიან ისეთი მღელვარე და იყო ფიქში და კიდევ ერთი გააჩნდა ასეთი კითხვა ოპოზიციაში, მე ბევრს ვაპარაკობ ახლა ოპოზიციის ნაცვლად, ალბათ ისინი თავისთავად იტყვიან, რომ რაიმე კავშირი ხომ არ იყო, თქვათ აი ამ თქვენს მონაცემებსა და წინასწარ გადაწყვეტილებას შორის, რომ მოსახლეობა შეეგუოს, რომ მაღალი აქვს რეიტინგი ისედაც არსებულ ხელისუფლებას. ირაკლი, რაც იყვით და 2 წუთში ლევან თაგვიშვილი ჩაგვეფევა პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით, ალბათ მოძრაობისთვის. სპეკულირება ბევრნაირად შეიძლება, თუმცა კვლევის შედეგები საზოგადოებისთვის ხარხად ცნობილი. ეს არის ის შედეგები, რომელიც ჩვენი დასკვნის საფუძველზე და არ გვაქვს საბაბი იმისთვის, რომ საკუთარი კვლევის სარწმუნოებაში ეჭვი შევიტანოთ. ეს კვლევა რო შეეკვეთა ნებისმიერ სხვა ორგანიზაციას, სააკაშვილის საარჩევნო ფონდის დაკვეთით იქნა ეს გაკეთებული ზუსტად 2 კვირაში, 7 ნოემბრის შემდეგ. კი ბატონო, 29 ნოემბერს დასრულდა კვლევა. ეს კვლევა შეეკვეთა ნებისმიერ სხვა ორგანიზაციას, არანაციონალურ მოძრაობას დაუშვათ, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატების რესპუბლიკურ პარტიას, ან ნებისმიერ სხვას, შედეგები მაინც იქნებოდა ის, რაც არის. სტატისტიკა ზოგადად ისეთ მეცნიერებაა, რომელიც პოლიტიკურ არგუმენტაციას არ ცნობს. კვლევა ჩატარდა მოიხსენებოდა მთელი საქართველოს მასშტაბით, იყო ძალიან ფართო კვლევა, 1000 ადამიანი გამოკითხული, რაც საშუალებას იძლევა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ აი მომენტისთვის 29 ნოემბრისთვის საქართველოში განწყობა იყო სწორედ ისეთი, როგორიც ჩვენ კვლევამ დააფიქსირა. კარგი, თინა, ერთი კითხვა მინდა დავსვა და მამუკასთან ამ შემთხვევაში ხელისუფლება იმედი არ მიიღეს, რომ თქვენ გეკითხებით. როდესაც გამოქვეყნდა ეს მონაცემები, მოყვა მომენტალურად ოპოზიციის პროტესტი. რატომ? თქვენ ფიქრობთ, რომ ხელისუფლებას არ შეიძლება გქონდეს მაღალი რეიტინგი. ანუ იცით რა კითხვა მინდა დაგისვათ, რომ დასრულდება 5 იანვარი და დადგება 6 იანვარი. თუ გაიმარჯვებს მიხეილ სააკაშვილი, აღიარებს თუ არა მის ამ გამარჯვებას ოპოზიცია? კი ბატონო, სამედროვე გიპასუხებთ პირველ რიგში რატომ გაჩნდა რეაქციები პირველივე BCG-ის კვლევაზე. მე ხა არ ჩავხვედი ამ ამბავს ძირში. რატო არ ვენდობი მე პირადად BCG-ის რა გამოცდილება მაქვს BCG-ისგან და ასე შემდეგ. ეს არ არის არავისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი. თავი არის ძალიან მარტივი რამე. შემთხვევით ისე ჩვენში რომ დარჩეს. ინტერესთა კონფლიქტი ხომ არ აქვს BCG-ის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს. რა ინტერესთა კონფლიქტი? ხო, მისი საკუთრებაა BCG და მისი მეუღლე არის დირექტორი დღესაც. ეს ცენტრალური საარჩევნო კომისია. ეს არის და არც უარყვია ბატონ ლევანს შემდეგ ინტერვიუებში და როგორ დავარყოს ეს დოკუმენტალურად დადასტურებული. ეს არის ელემენტარული მე ისე შეფასებებში არ გავარ, იმიტომ რომ ჩემთვის ყველაფერი ნათელია, რასაც BCG გააკეთებს, მაგრამ ელემენტარულად არაეთიკურია და კლასიკური ხასიათის ინტერესთა კონფლიქტია, როდესაც შედეგი, არჩევნების ოფიციალური შედეგი უნდა გამოაცხადოს ადამიანმა, რომლის კომპანიამაც უნდა დადოს ასევე არაოფიციალური ანუ კვლევაზე დაფუძნებული შედეგი
და სხვა არაფერი არ არის ინტერესთა კონფლიქტი თუ არა ის რომ საკუთარი კომპანიის ინტერესები უნდა დაიცვას ადამიანს. კარგი, თინა, მოდით ვიდრე დანარჩენ შეკითხვებზე გავცემთ პასუხს, მაშინ მოусმინოთ ლევან თანხმიშვილს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ალბათ ყველაზე მძიმე პოსტი, რომელიც შეიძლება აი ამ არჩევნების წინ ეკავოს ადამიანს. ეს არის სწორედ CSKO-ს თავმჯდომარეობა. შევახსენებ კიდევ ერთხელ მაყურებელს, რაც მოყვა ვარდების რევოლუცია. პირველი გამოსვლები, პირველი მიტინგი დაიწყო სწორედ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან. ბატონ ლევან, დიდი მადლობა იმისთვის, რომ მონაწილეობთ გადაცემაში. მაშასე პირველივე ეჭვი, როგორც კი გამოქვეყნდა ეს მონაცემები, გაჩნდა ასეთი. არის თუ არა ეს ერთგვარად მცდელობა იმისი, რომ მოსახლეობას შეაგუონ, რომ არჩევნები უნდა მოიგოს აუცილებლად სააკაშვილმა, რადგან როგორც ეხლა ქალბატონი თინა ამბობდა, არის ინტერესთა კონფლიქტიო CSKO-ს თავმჯდომარესა და აი ამ BCG-ს შორის თქვენი მეუღლე იქ მუშაობს და ასე შემდეგ. მოგესალმებით ყველას. პირველ რიგში მინდა განვაცხადო, რომ მე არა ვარ BCG-ს დამფუძნებელი და არც არასოდეს არ ყოფილვარ. ძალიან მარტივია ეს. რაც შეეხება იმ კითხვებს, რომელიც ქალბატონ თინა შეიძლება ჰქონდეს BCG-ს მიმართ, მანდ იმყოფება ბატონი ირაკლი მათგავ, რომელიც ამას უპასუხებს. მე მზად ვარ უპასუხო ყველა იმ კითხვებს, რომელიც ეხება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ბატონო? ნიშნა იმის ჩათვლით. კარგით, ბატონ ლევან, ანუ თქვენ ხართ მზად უპასუხოთ ყველა ამ შეკითხვას, მაგრამ შეკითხვა, რომელიც გაჩნდა ამ დღეებში, იყო სწორედ აი ეს კვლევები. რამდენად ვართ დასრულები იმისგან, რომ არჩევნების შედეგები დაიდება და იგი არ იქნება გაყალბებული. მე შეგახსენებ თქვათ ნანა დევდარიანის და პარალელური დაცვის ამბავს ზურაბ ჭიაბერაშვილი. BCG იყო მაშინაც, თინა ეხლა აი პარალელურად გვიერთდება ამ საუბარში და მაშინაც ჩაატარა ეს ყველაფერი BCG-მო. რა კითხვის, რამდენად ვართ დასრულები, რომ ჩვენი ხმები არ გაყალბდება? კი ბატონო, მაგაზე შემიძლია გიპასუხოთ. დასრულები ვართ ბევრი მხრიდან. ერთი რომ არაორდინალურად დიდი რაოდენობით დამკვირვებლები ჩამოდიან. მეორე რომ ჩვენ გავაატარეთ დაახლოებით 36 ახალ დამკვირვებელი ადგილობრივი, რომლებიც ასევე დააკვირდებიან ამ პროცესს. მესამე რომ ჩვენ გვყავს დატრენინგებული ადამიანები, რომლებიც ასევე ჩაატარებენ არჩევნებს ისე როგორც ეს საჭიროა, ანუ დემოკრატიულად და გამჭვირვალედ. გარდა ამისა, ქალბატონ თინასაც მოეხსენება ეს ყველაფერი, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიის დონეზე და ადგილობრივ დონეზე პარტიებს, მათ შორის ოპოზიციურ პარტიებსაც ჰყავს თავის წარმომადგენლები და თავის წევრები, რომლებიც ასევე მიიღებენ განაცხადების მიღებაში მონაწილეობას და პროცესშიც მონაწილეობას. გარდა ამისა, ჩვენ ვართ მაქსიმალურად გამჭვირვალეები და მე მგონი ეს ყველაფერი ერთად იძლევა იმის გარანტიას, რომ ჩვენთან არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად და გამჭვირვალედ. და მე ასეთი კითხვა მინდა დაგიშვათ ბატონ ლევან, რომ აღმოჩნდეს ისე, რომ თქვა გაიმარჯვა ოპოზიციის კანდიდატმა. ამ შემთხვევაში აი თქვენ როგორ პროგნოზს აკეთებთ, რამდენად არის ამისი შანსი და როგორ ფიქრობთ, შეეგუება თუ არა ხელისუფლება, რომ CSKO-მ მოახდინოს ამ შედეგების აღიარება? პროგნოზები ჩემი საქმე არ არის, ისევე როგორც იმის პროგნოზი რა მოხდება მერე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აქვს ერთადერთი ამოცანა. ჩატარდეს დემოკრატიული, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნები. ჩვენ ამასთვის გავაკეთებთ ყველაფერს. ამის მერე რა მოხდება, ვინ გაიმარჯვებს, როგორ გაიმარჯვებს, ეს უკვე დავთვალ ვანახებს და ეს არის საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტი. ანუ თქვენ იღებთ თავიდან ბოლომდე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, აცხადებთ დღეს იმის შესახებ, რომ არჩევნების გაყალბება არ მოხდება? მე ვიღებ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ არჩევნები იყოს დემოკრატიული, სამართლიანი და გამჭვირვალე. კარგი, ძალიან დიდი მადლობა ბატონო. არ მოხდებაო, არ გეუბნებაო, თინა რა თქვენ ეჭვ დაგიჩნდათ, რომ იგი რამეს არ ამბობს? არა, მე ხარ ვაპირებ ბატონ ლევანთან კამათს, იმიტომ რომ ჩინოვნიკებთან არ კომათობ ზოგადად ისე რომ მომსწრებო. კარგი, მე მინდა გისურვოთ წარმატება და პირველ რიგში მინდა გისურვოთ, რომ იყოთ ობიექტური, ძალიან მძიმე ახალი წელი გელით, არა მარტო თქვენ, მე მგონი მთელ ქვეყანას ყველანი ელოდებიან, რა მოხდება 5 იანვარს, როგორი 6 იანვარი გათენდება. დიდი მადლობა ეცხო ლევან თანხმიშვილი და მე მინდა ერთი კითხვა დაუსვა ხელისუფლებასაც, ოპოზიციასაც და ბოლოს შევაჯამო ეს
ბლოკი. ამ თემაზე შეიძლება ერთი განსხვავებას, იმიტომ რომ რაც შეეხება იმის შეჩვევას, ხალხის შეჩვევას, რა იქნება მე მგონი ოპოზიციის მხრიდან არის გაცილებით უფრო აღტკინებული მცდელობა შეჩვევის ხალხის იმის მიმართ, აუცილებლად გავალვდება არჩევნები, ეს ჩვენ მუდმივად გვესმის ოპოზიციის მხრიდან და მუდმივად გვესმის ასევე საუბარი 6 მიტინგზე, ვინ დააფინანსებს, ეს ყველაფერი უკვე მზად არის. წინასწარ, ასე ვთქვათ, 6 მიტინგს ვინ დააფინანსებს, ეს ხალხი ესე იგი ან უნდა ემზადებოდეს გამარჯვებისთვის რეალურად. ან ამის იმედი არა აქვს უბრალოდ და ამზადებს წინასწარ 6 მიტინგს და არა თავის საკუთარ პოზიციებს ამ არჩევნებში. ესეც დავიწყდება რჩება ყოველ შემთხვევაში და ასევე უნდობლობა რატომღაც უცხოელი დამკვირვებლების მიმართ, ხო, ახლა ქალბატონის თანაპარტიელმა ბრძანა ერთ-ერთი რომ ერთი უნგრელი ებრაელია და იმან რა უნდა გვასწავლოს, ახლა ეს რა არის, სადმე წერია რომ უნგრელი ებრაელები ვერ ითვლიან და ვერ აკვირდებიან არჩევნებს თუ საერთოდ რანაირი მიდგომა საკითხისადმი არ ვისმის, მაგრამ ზოგადად წინასწარ დაწესვა უნდობლობის უცხოელი დამკვირვებლების მიმართ, ადგილობრივი სისტემის მიმართ. ესე იგი რას ნიშნავს, რა კრიტერიუმი ჭირდება მაშინ ამ ხალხს იმისათვის, რომ ჩათვალონ, რომ არჩევნები ჩატარდა ნამდვილად დემოკრატიულად. რა კრიტერიუმები ჭირდება? რა აქვს უნგრელი ებრაელების საწინააღმდეგო ეს მაინც. გაგით უნგრელი ებრაელებს თავი დავანებოთ, რა კრიტერიუმები ჭირდება იმისათვის, რომ აღიაროთ არჩევნების შედეგები? აქ ქალბატონო ინგა არჩევნების გაყალბება არ გაყალბებაზე იყო საუბარი. უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ არჩევნები არ ყალბდება მხოლოდ არჩევნების დღეს. არჩევნებამდე არსებობს საარჩევნო კამპანია, რომლის დროსაც შეიძლება არსებობდეს სერიოზული და არსებობს ამის ფაქტები, სერიოზული კანონგადაცდომები, რაც გავლენას იქონიებს ბუნებრივი არჩევნების შედეგებზე. აქ საუბარია როგორც მედია საშუალებების განაწილებაზე, ისე პოლიტიკურ დევნაზე, გარკვეულ მოსყიდვებზე, რა ვიცი, ოფისებიდან გამოდევნაზეც კი უფრო შორს რო არ წავიდეთ. ამიტომ, როდესაც ჩვენ ხვდებით ადგილობრივ თუ საერთაშორისო დამკვირვებლებს, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ არჩევნების დაკვირვებისათვის არ არის მთავარი 5 იანვარი. 5 იანვარი არ იქნება ის დღე, რომ ვიღაც მოაყენებს, როგორც ხდებოდა რაღაც სატვირთო მანქანას და მოხდება დაუშვათ ბიულეტენების ჩაყრა ურნებში, მაგრამ შეიძლება 5 იანვრამდე ისეთი რაღაცები მოხდეს, რის ფაქტებიც არსებობს და ჩვენ ამაზე მუდმივად ვამახვილებთ ყურადღება საერთაშორისო ორგანიზაციებსაც. დღესაც შევხვდით ბატონ დიტერბოძეს და ამ თემებზე გქონდა საუბარი, რომ ეს თუ არ იქნა დაკვირვების საგანი, ანუ 5 იანვრამდე პერიოდი თუ არ იქნა დაკვირვების საგანი, 5 იანვარზე ნუ ავეწყობით არ ვეწყობით, absoliutat გეთანხმებით. ამაში მე ვერ მაინტერესებს. მაგრამ ამას ხო აწოდით ეხლა სამსახურში ანუ მართლა დასკვნა იქნება თუ არა მისაღები ეს მაინტერესებს. ამის კონტროლია პროცესში საჭირო. რაც შეეხება თქვენს გამოთქმას იმასთან დაკავშირებით, რომ 6 იანვარზე კეთდება აქცენტიო. თქვენ არ გეხებოდათ ნამდვილად. არა, რა მნიშვნელობა აქვს ის ეხება. ხომ არ გეჩვენებათ ბატონო გივი, რომ სააკაშვილისგან და თქვენი ხელისუფლებისგან ისწავლა მეორე დღისთვის მომზადება, იმიტომ რომ 2 ნოემბერი დამთავრდა თუ არა, შეკვეთილი იყო უკვე დარბაზები იმისთვის, რომ დაწყებულიყო ეს ტალღა, შედეგების არმა გაკეთება. მეორე რაღაც კოპირებას ცდილობენ უდაოდ ნამდვილად, მაგრამ ეს არის კოპირება და არა ბუნებრივი პროცესი. ის რაც თქვენ გაქვთ გაკეთებული თავის დროზე, ნუ გეწინებათ რომ სხვამ გააკეთოს იგივე სიტუაცია. ყოველ შემთხვევაში თქვენ იგივე სიტუაცია არ არის, ბატონო, ამაზე. ბატონო, დანეს ამ გადაკითხვა, რომელიც რაც შეეხება კონკრეტულ მომენტს ბისიჯის მიერ ჩატარებულს და ასე შემდეგ, ხო მე დავეთანხმები ქალბატონს, რომ ნამდვილად არ არის ახლა მოსაწონი ის, რომ ცოლი უკვეთავს ქმარი ასრულებს, ან ქმარი უკვეთავს ცოლი აფასებს მერე და რაღაცა შეიძლება ოჯახში მოხდეს როგორც ესეთი და ახლა ამგვარ სიტუაციაში ცოტა უხერხულია. მან კითხვა რომ ვინ არ ვარ დამფუძნებელიო, მაგრამ აქ გაიჟღერა აბსოლუტურად ლეგიტიმურმა მომენტმა, ვინ არის კავშირში ბისიჯისთან და ასე შემდეგ. თუმცა ყველა კვლევა აბსოლუტურად გარკვეული ცდომილებიც გამოირჩევა და თავარი კვლევა და თავარი შედეგები იქნება 5 იანვარს. რა თქმა უნდა, თავარი შედეგები იქნება 5 იანვარს. მამკა, თუ გაიმარჯვებს ხელისუფლების კანდიდატი, აღიარებთ თუ არა თქვენ მის გამარჯვებას? მნიშვნელობა აქვს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქალბატონო ინგა, რა მოხდება კიდევ ერთხელ ვიმეორებ 5 იანვრამდე. თუ ეს ყველაფერი გაგრძელდა, რაც დღეს ხდება, გაგრძელდა ის ზეწოლები, რომლის ფაქტები არსებობს. გაგრძელდა ის მოსყიდვები. მე პირდაპირ შეგვიძლია გითხრათ, კი გასაგებია რომ დაბადების დღეა ვიღაცას, მაგრამ შეიძლება რომ მივიდეს პრეზიდენტი და არ თქოს კომპიუტერი? საარჩევნო ყოფილი პრეზიდენტი მადლობთ. ან შეიძლება კანონი გზაა ამას. კანონი გზაა. როგორ გეკეთებთ
შეგვიძლია წაგიკითხოთ ეხლა რომ კანონიკა ძალას ყოველგვარ მოსყიდვა. ერთ კომპიუტერს შუქნის, მეორეს ტელევიზორს შუქნის, მესამეს სტიპენდიებს ურიგებს თვითონ პირადად ვერ წასდა, ვერც კი მოიწვინა ის რომ განათლების მინისტრს გაეკეთებინა. გამოგერჯა ხელიდან კონვერტი და გადასცა თვითონ. ეს ყველაფერი სხვა არაფერია. გაყალბება არ ხდება მხოლოდ 5 იანვარს. გაყალბება ხდება ამ პერიოდში და თუ მოვახერხებთ ჩვენ საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებთან ერთად, ქართულ საზოგადოებასთან ერთად, რომ ეს ყველაფერი ასე ვთქვათ შევწყვიტეთ, აპატიეთ თუ გნებავთ, ავალაგებთ, მაშინ ნამდვილად არ ვართ ის ადამიანები და ის პოლიტიკური ძალა ჩვენ, რომელიც აკრიატებული იქნება კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე. თუმცა, მაბატი, რა შემიძლია ეს რო არ თქვა რა. თუმცა, რაც შეეხება ერთ არგუმენტს. ახლა საუბარი მიდის ბატონ ლევანის ობიექტურობა არ ობიექტურობაზე, ხომ მე მასთან არ მაკავშირებს 1 და 2 წელი. ერთი რამე მინდა საზოგადოებას გავახსენო. ამ ხელისუფლების პირობებში რამოდენიმე CSKO-ს თავმჯდომარე არსებობდა ნეიტრალურები. ბატონი კიევერაშვილი იყო CSKO-ს თავმჯდომარე, გახდა ამ ხელისუფლების ქალაქის მერი. ბატონი ქიტოშვილი იყო CSKO-ს თავმჯდომარე, გახდა ენტუში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი. ბატონი ქამცარაძე იყო CSKO-ს თავმჯდომარე, გახდა ენტუსის მნიშვნელოვანი პოსტია და ეს არის ნეიტრალურობა. ადამიანს ყველა კონკრეტული არჩევნების შემდეგ გამზადებული აქვს დამსახურების შესაბამისად კონკრეტული ზოგადად არჩევნების გატარება არ ქვეყნის მიმართ დამსახურება არ არის. კითხვის ნიშნავს კონკრეტული პიროვნების ობიექტურობაზე უნდა დავწეროთ მომუშავება. ანუ ბატონი მამუკა ამბობს რომ ეს არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობა დიდი პერსპექტივა იმისთვის რომ სულ მალე არჩევნების შემდეგ ჯილდოს მიიღო მაგარი გაბა რა უნდა უთხრა წინასწარ ამ ხალხს რომ ჩვენ ჩაატარებ არჩევნებს და მე ექნებით არჩევნების ცხოვრება უმუშევრობა. ეს არის შენი საარჩევნო. გასხლებას ვერ ხედავ. მინისტრად დანიშნაში, მერად დანიშნაში, პრეზიდენტის ადამიანი რომელიც ახერხებს ჩაატაროს თელ ქვეყანაში კარგად არჩევნები, ის არის მიერ არის არა ბატონო, არა ის არის, ესე იგი მას შეუძლია ძალიან სერიოზული ფუნქციის შესრულება. და ის მიდის მე თუ მოხდება ისე რომ გაიმარჯვებს ოპოზიციის სხვანაირად დავსვათ კითხვა მე მაგას ვთქვი აღიარებენ თუ არა უცხოელი ან ადგილობრივი ექსპერტების დასკვნას ამას ვამბობ იმას კი არ რომ შეეგუებიან თუ არა ამ დასკვნას ეს არის მათ საკმარისი კრიტერიუმი თუ არ არის ეს არის აღიარებაში შედეგებში გულით არ ვიცი ზოგი აღმოჩნდება უნგრელი ებრაელი ზოგი აღმოჩნდება რა ვიცი სერბი ან ვერ აუქნას 95-ში და 95-ში და 96-ში გაკეთებულ დასკვნებს უცხოელი ექსპერტების მიერ თქვენ აღიარებთ ჩვეულებრივად რა თქვენი მხრიდან არის რაღაცნაირად სწავლება იმის რა თუ ქართველი ებრაელების დაქილიკება შეიძლება და მე ერთი ეროვნება მაქვს არასდროს არცერთ წარმომადგენელს ჩვენსაც არ უკადრია რომ ეხენებინა ვარისახელი არა წარმომავლობა არავის არ ეხენებინა გაგისახელო ერთი სამშობლო მაქვს არავის არ ეხენებინა შეიძლება პასუხი და მე ბოლოს უნდა დავასრულო ეს ბლოკი. თუ მოხდება ისე, რომ გაიმარჯვებს ლევან გაჩეჩილაძე ან დავით გამყრეიძე, აღიარებს თუ არა ხელისუფლება ამ შენს? ასაგივე ჩემთვის კითხვა, მინდა გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილს არავინ არ აიძულებდა ამ ნაბიჯის გადადგმას. მიხეილ სააკაშვილის ეს ნაბიჯი გახდა სერიოზული გამოცდილება სხვა კანდიდატებისთვისაც სრულიად საქართველოს და მთელი სოფლიოსთვის. მინდა გითხრათ, რომ ყველაზე მეტად ხელისუფლება, ვინაიდან ჩვენ ვართ ერთი გუნდი, მიხეილ სააკაშვილი დაინტერესებული იმაში, ყველაზე გამჭვირვალე და ყველაზე დემოკრატიულად ჩატარდეს ეს არჩევნები. ყველაზე ნაკლები შანსი იმისა, რომ მოხდეს გაყალბება, ყველაზეძლიერად კონტროლირდება ხელისუფლების მხრიდან, ვინაიდან მთელი სოფლის ყურადღება დღეს მოპყრობილია საქართველოსთან და ჩვენ ვაბარებთ სერიოზულ გამოწვევას. ადამიანები, რომლებიც ყოველთვის და მუდმივად თესავენ ინფილიზმთან ერგავენ იმისას, რომ არჩევნებულ და გაყალბდეს ეს ბატონო მათეოსიოს აღიარა და ბრიყულად განაცხადა მე რესაკითხა ზემოთ, რომ ეს ადამიანები თურმე 6-ისთვის უფრო ეზოდებიან ვიდრე 5-ისთვის.
რა თქმა უნდა ეს ასწია, ვინაიდან ადამიანები ვერ აღმოჩნდნენ მზად ბევრი კანდიდატი იმისთვის, რომ ღირსეულად მიიღონ მონაწილეობა. მიხეილ სააკაშვილი არის მზად და საქართველოს ხელისუფლება რასაკვირველია, თუ კი არ დაფიქსირდება უხეში დარღვევები, ხუთების გასაწევით ასე შემდეგ, ეს მე ნაკლებად ვაფიციეჭით ნაკლებად, რასაკვირველია შეეგუება და აღიარებს ყველა იმ მაჩვენებლებს, რომელიც იქნება ქართველების უმრავლესობის მიერ გამოყენებული. თინა, მოკლედ უნდა მიპასუხოთ და სულ ბოლოს შეკითხვა მესიჯები მთავარი უკვე არჩევნების წინ და გადაცემის შემდეგ ბლოკს ჩვენ განვაგრძობთ ასევე დებატები ირაკლი კაკაბაძის რატი ამაღლობებს გიგი თევზაძესა და ნუგზარ ციკლაუს შორის. გისმენთ? აღიარებთ თუ არა გამოვიყენოთ ზუსტად იმ დროს რამდენიც გამოიყენა ბატონმა გივი. არა, ხო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კითხვა იყო დასმული აქ და პასუხი უნდა გაეცეს ახლა მე ამას ისე უპასუხოთ ვერ გადავტოვე პირველ რიგში რაც შეეხება ექვსის მიტინგს. მოდივად საუბარია იმაზე რომ აი ვინ დააფინანსებს. ამაზე მარტო გივით არ გამოდის სინამდვილეში. ანუ ვინ დააფინანსებს? მე არ მეკითხია თქვენ ამბობთ ამას წინასწარ რომ ვიცით ვინ დააფინანსებს. ეს დრო არ მეცვლება. კი ბატონო, მაგრამ არ არის საუბარი. მოდივად არის ამაზე საუბარი. არა, ვინ დააფინანსებს? არავინ არ კითხულობს, ყველა მის ვინ დააფინანსებს. გასაგებია. მადლობა. პირველ რიგში ხო ამაზე საუბრობს მარტო ბატონი გივი. არც ერთხელ ჩვენ არც ერთი სიტყვით არ გვიწყობს და მე ხა კამეტარში ვამბობ. რაც არ უნდა გააკეთოს საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ და პრეზიდენტ ყოფილმა და იმ ადამიანმა, ვინც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ დანიშნეს, ან რომელიმე სააგენტოებმა რაც არ უნდა ილაპარაკონ მანამდე, ვერ გააყალბებენ ამ არჩევნებს. იმიტომ რომ არ არსებობს მექანიზმი, რომელიც ქართველი ხალხის დომინანტებას გააყალბებს. ესეთი რამ არ არსებობს. ვერ გააყალბებენ და როდესაც აქ საუბარია იმაზე, რომ პესიმიზმს თესავენ, ჩვენ კი ავცეცავთ პესიმიზმს. პირიქით, მე არ ვიცი ვის გულისხმობთ. შეიძლება ვინმე ამაზე ლაპარაკობს, სამწუხაროდ მე ტელევიზორს ვეღარ ვყურებ, ეს ბოლო ერთი თვეა და არ ვიცი ვინაც ლაპარაკობს, მაგრამ ჩვენ ყველას ვეუბნებით, ყველა შეხვედრაზე რომელზეც დავდივართ, რომ ხალხო მოდით არჩევნებზე, ნუ გეშინიათ, ვერაფერს ვერ გააყალბებენ. ჩვენ დავიცავთ ყველა ხმას, ყველასთვის მიცემოს, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით ხუთში ვისთვის ვარდება ხმები. ყველა ხმას და ყველა ბიულეტენს დავიცავთ. იმიტომ რომ ვისაც რომ გააყალბო, ამასაც გარკვეული გამბედაობა ჭირდება, რომელიც ამ ხელისუფლებას აღარ აქვს, ვერ გააყალბებენ. არ გავაყალბებინებთ. ეხლა რაც შეეხება რომ გაიმარჯვოთ, და ბოლო კითხვა ძალიან ხალხო ძალიან ხუთმეტს სულ ორი წუთი მომეცით, იმიტომ რომ ბევრი რამე თქვა, უნდა გაიცეს ოთხი. ვაღიარებთ ნებისმიერ სამართლიან არჩევნებში გამარჯვებულ ადამიანს, იმიტომ რომ ამ ქვეყნის მომავალი ჩვენთვის გასაგებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გვარები და სახელები. და ამის პრობლემა არასოდეს არ ქონია ჩვენ, არც ახლა არ აგვაქვს. და არ ვიცი, დამეთანხმებიან თუ არა, მაგრამ ეს უნდა დამეთანხმონ, რომ შესაძლოა ყველაზე უფრო არაპოპულარულ ამბებში ჩვენ ერთადერთი პარტია ვიყავით, რომელიც ამ ხელისუფლებას მიუყვებოდით, როდესაც იყო იგივე სამხედროსთან დაკავშირებული თანაკოების თავრობასთან დაკავშირებული საქმეები ერთადერთი კაცი იყო იმ კომისიაში ოპოზიციიდან. ამის პრობლემა არ არის. ვაღიარებთ ნებისმიერ გამარჯვებულს, ოღონდ მან უნდა გაიმარჯვოს ამ არჩევნებში. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ რა კრიტერიუმები ჭირდებათ, რომ ამას მინდა გავცე პასუხი იმისათვის, რომ ჩაითვალოს ასიანისე და მათიაციოსთან დაკავშირებითაც სიტყვას ვიტყვი. მათიაციოში თუ იქნება დელეგაციის ხელმძღვანელი, ეხლავე გეუბნებით ევროსაბჭოში. ეხლავე გეუბნებით, რომ ამ დასკვნას არ მივიღებთ. მათიაციოში თუ იქნება დელეგაციის ხელმძღვანელი, ნებისმიერი სხვა ადამიანი. იმიტომ რომ უბრალოდ. არა. რატომ? ეხლა თქვენგან მაგას მე ვერ მივიღებ რა. იმ ფრაქციებიდან, წარმომადგენლიდან, რომლებიც სამხედრო ცნობილ განცხადებებს აკეთებდნენ, რომლებიც იმავე ებრაელობასთან დაკავშირებით ცნობილ განცხადებებს აკეთებდნენ. არა, იმიტომ რომ მათიაციოში არის ამ ხელისუფლების ოფიციალური ლობისტი ევროსაბჭოში, ოფიციალური ლობისტი არის, ეს არის ადამიანი, ერთადერთი ადამიანია დედამიწის ზურგზე. დღეს დარჩენილი, ერთადერთი ოფიციალური ადამიანი, ან ოფიციალური სტატუსის მქონე, მე არ გულისხმობ ეხლა ექსპერტებს და ასე შემდეგ, სტატუსის მქონე, რომელმაც პრაქტიკულად გაამართლა 7 ნოემბერი. არც ერთ სახელმწიფოს, არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არავის დედამიწის ზურგზე არ გაუმართლებია 7 ნოემბერი, მხოლოდ მათიაციოსმა გაამართლა. ამიტომ ვერ მივიღებ. გასაგებია, რაც იქნება მათიაციოსი ოპოზიცია ეხლა მეახადებს რომ ვინმე საინტერესოა. სხვა ადამიანის პრობლემა არ არის. ვინც გინდათ იყოს იმ ორგანიზაციის საგამკრებლო რომელმაც გაგმო ესეთი კრიტერიუმი თუ შევარჩიოთ. ბატონო უნდა შევარჩიოთ კრიტერიუმით, ახლა ჩვენ უნდა მოვთხოვოთ, რომ გამოვაგზავნონ ადამიანი, რომელმაც გაგმო ადამიანი, რომელიც არის ნეიტრალური, არ დაგმოვამჭირდება მიზანზე და არ აღიარება და მისალმება იმედის კომპანია იმედში ჟურნალისტების წერის კრიტერიუმები. კრიტერიუმები არის ძალიან მარტივი. ბატონი მამუკა ამბობდა, იმას აღარ გავიმეორებ, უბრალოდ გავაგრძელებ. არჩევნები არ ტარდება მხოლოდ არჩევნების დღეს. დიახ, მე ჩავატარე რამოდენიმე ბრიფინგი, სადაც ვთქვი, რომ ხელისუფლებამ უკვე დაიწყო მისთვის აპრობირებული ნაცნობი, ჯერ კიდევ შევარდნაძის კამპანიაში ყოფნის პერიოდიდან მიღებული და დამუშავებული მეთოდოლოგიით მუშაობა. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ვერ გააყალბებენ ხალხო არ შეგეშინდეთ და ეს მეთოდოლოგია არის მარტივი.
მე მაინტერესებს მე კითხები უკვე დავსვი ერთ-ერთში მოკლედ შემკიდრე თქვენ განსაკუთრებით არ არის სხვა თემა თუ არ არის მე ვაპარაკობ ვინ არის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი დღეს რატომ იკეტება ქუჩები როდესაც იგი მოძრაობს მე პირადად ჩვენ მივდიოდი დასავლეთ საქართველოში და გადაგუკეთეს ქუჩა როდესაც მისი ესკორტი მოდიოდა გურიიდან რატომ იკეტება ქუჩები რატომ არ იკეტება ქუჩები როცა ბათო გამყრელიძე გადაადგილდება ან რომელიმე სხვა პრეზიდენტობის კანდიდატი რომელიმე სხვა პრეზიდენტი ერთი არის რომელზეც მე მგონი ნაკლები დაცვა არ არის რომელი არის ერთი რომელი საქართველოში არ არის სამსახური ჯერ არ გვინახავს მე ვაპარაკობ იმაზე რაც უკვე გვინახავს და რაც უკვე მოცემულობაა სად ცხოვრობს მოქალაქე მიხეილ სააკაშვილმა მაინტერესებს რატომ დადის სახელმწიფო თვითმფრინავით თუ ვერ არ ვიცი რა ქვია იმ აპარატს რომელსაც დადის გადაადგილება შეხვედრიდან შეხვედრაზე ძალიან ბევრი კითხვებია დაგროვილი 1000 ჯერ დაიცვა ეს კითხვები ზესოლა ყველა კომისიაში ყველა შტაბებზე მე ვითხოვ დაისაჯონ ის ადამიანები დაიწყოს გამოძიება და დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც დაარბია ბათუმში აქცია. დიდი მადლობა. ავარკვევთ რა მოხდა, რატომ არბევდნენ? ეს იყო წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი. რა უცლებით არბევდნენ ბათუმში აქცია. კარგი. და მე უნდა დავშო ბოლო კითხვა. სამასუზო ტაქსი, რომელიც მოდიოდა აქციაზე. ბევრი კითხვებია, ხო და ეხლა ბოლო, ამით დავამთავრებ. აქ ითქვა, რომ პოლიტიკური კულტურა აკელეო ჩვენს ოპოზიციასო, ითქვა, რომ თურმე ვიღაცები ტრიბუნებიდან იგინებოდნენ და ამიტომ ეხლა როგორ შეიძლება ჩვენ ყავს ხალხო პრეზიდენტი არ დაგავიწყდეთ საქართველოს ყავდა პრეზიდენტი რომელიც საქართველოს პარლამენტში ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან იგინებოდა ეხლა არ გამომეორებინოთ ის სიტყვები რაც ის ლაპარაკობდა ჩვენ ყავდა პრეზიდენტი რაც გულისხმობს დათო გამყრელიძესაბრ ცნობილ მიმართოს ჩვენ ყავდა პრეზიდენტი გამყრელიძემ გააჩვენა ხა ამაზე კი გვახსოვს რომელიც თელ საქართველოს ეუბნებოდა რომ ჩარეცხილები ხართო ჩვენ ყავდა პრეზიდენტი რომელიც მექსიკა იყო ყველაზე დაწესული შეურაცხმყოფელი სიტყვებით ის ქვეყნის პრეზიდენტი იყო როდესაც ლაპარაკობდა იმ თავისი გალექსილი ტერმინოლოგიით რომელიც მას ახასიათებდა და ეხლა ასეთი ხალხისგან ნამდვილად ვერ მივიღებთ ამ თემებზე კრიტიკას დიდი მადლობა ლაპარაკობდა ბოლოს ვამთავრებ რუსეთის გენერლებს რაც შეეხება იმიტომ რომ ამას უნდა პასუხი გაეცეს მე კი არ ვამბობ ან მამუკა კაცტაძე ან ინგა გრიგოლია ევროპარლამენტის რეზოლუციაში წერია, კარგად წაიკითხე. ევროპარლამენტის რეზოლუციაში 29 ნოემბერს მიღება რეზოლუციაში, რომ საქართველოს მთავრობამ ვერაფერი თქვა. აზრიანი, აი ეს სიტყვაა გამოყენებული და მნიშვნელოვანი, რომელიც დაადასტურებდა იმ ბრალდებას, რომელიც 8 ნოემბერს საქართველოს მაშინ ჯერ კიდევ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წამოუყენა მაზიაციაში მიულინებაში იყო ამ დროს. ევროპარლამენტის შეფასება არ გახსოვთ ვერ მართლთან დაკავშირებით. ვიტრინა ძალიან გადავარჩილეთ. ჩვენ გვაქვს მეორე სამოვალ პროგრამაზე გელაპარაკეთ. არა, ეს კითხვა გამიწევთ კიდე დრო ექნება ხოლმე. დაასრულეთ. სამოვალო გეგმა. ძირფაში დრო ეხლა იხარჯება, შეიძლება თვითონ დაასრულეთ. რეზოლუციაში შავით თეთრზე წერია, რომ ხელისუფლებამ ეს ვერ დაადასტურა. მე ვაყენებ დამატებაც იმ ფილმებში, რომელიც ჩვენ გვაჩვენა საზოგადოებრივმა მოუწყებელმა და შემდეგ სხვა არხებად. ეს ეს არ გამიგეცია და ეს მიწოდებასთან დაკავშირებით იმ ფილმებში მეც ვარ გამოყვანილი როგორც ესეთი ადამიანი, რომელიც სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა. ჩემი ციტატაც არის გამოყენებული აქციიდან. ძალიან გადავარჩილეთ. მე ეს ხელუკან ვთქი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. და გავიმეორებ მანამდე, სანამ ეს საკითხი არ დადგება დღესასწაულში. აქ საქმე არის მარტივად. ორი გზა. ერთი ჩვენ გეგმავდით სახელმწიფო გადატრიალებას და ვაპირებდით ხელისუფლების დამხობას და ამაზე აქვს მტკიცებულებები ამ ხელისუფლებას და ამისთვის უნდა გაგმასამართლონ დღეს იმიტომ რომ უკვე იყო ბრალდებები ოფიციალურად საჯაროდ ტელევიზიით განცხადებული ან ეს არის პოლიტიკური ტერორი სახელმწიფო პოლიტიკური ტერორი პოლიტიკური ოპოზიციის დიდი მადლობა სხვა ვარიანტი აქ არ არსებობს დიდი მადლობა დამნაშავე გასაგებია დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა მაშინ ეს არის პოლიტიკური ტერორი და ზუსტად ესე არის შეფასებული თემ საერთაშორისო დიდი მადლობა თქვენი ხვედრება და ვიდრე ბოლოს შეკითხვა დავსვათ პასუხისთვის რომელი მე თქვენგანე
გადაცემის პასუხს გისმენთ და ბოლო შეკითხვა სტუდიის ამ გადაცემის მე რამდენადაც გავიგეთ თქვენ დასვით სამომავლო გეგმებზე რა იქნება შეკითხვა და ორ წუთს დავიწყოთ. კარგი, მაგრამ ისარგებლებ, იმიტომ რომ უბრალოდ დიდაქტიკური მოტივის რაღაც ექსპერტს ისმენ. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ცუდია თუ თქვა ხალბატონი წინა უცხოეთის უნდობლობას, აციაციოს თუ უცხოეთის უნდობლობას თქვა ბატონი სოკოლის შეფასებების დააფასებს ბატონი ახუბარდიას შეფასებებს ჩემთვის ღირებულია დასავლური შეფასებები და არა ვთქვათ ახუბარდიასი არ ვიღარ ძალიან ერთი წუთი ეხლა მე ხო გაცავდეთ შეგიძლია კინა ძალიან მართლა რაღაც ეს ბლოკი ძალიან შეურაცხყოფა მაშინ მომაკეთეთ როდესაც ხელისუფლების აღწევას მთავრობებით თქვენ ვიღებდა და ეს პარლამენტის ხალხო და თუ თქვენ უნივერსიტეტის დებატი არ მithოვია თქვენთვის არა მე ვიტყვი ჩემს ძალიან დამიფარო. არახებდო გადატრიალების სურვილებს და გამარჯვება ხალხო საქმე დიდი ხალხი არდაგვარ ადამიანს გამოუცხადდება. ძალიან თქვენ ხართ ბრალდებული ძალიან დიდი დანაშაული. სადაც აშკარად გამოიკვეთა თქვენი პოზიცია, სადაც აშკარად გამოიკვეთა თქვენი ლიდერების პოზიცია, რომლებიც ჩუმად შეფარულად ბიუროს გასაიდუმლო მასალებს და თვითონ ყველაფერს რა ყველა თემას უთანხმებდნენ რუსალიანს და აბარებდნენ პატაკს. მე მგონია რომ ეს არის ძალიან სამართლო. მე ვიტყვი ალბათ აუცილებლად გარდა და როწილებ გაქცევა. არა, თქვენ სასამართლო პროცესს კი არ ვიტყვი. ამ შემდგაც არა საგნევა გამომიხარეთ. კარგი, კინა ძალიან ვერაფერს ვერ დავაწყობთ. ძალიან იურისტი და ზუსტად გესმით ზუსტად მისინჯრე რომელიც განაცხადეთ თავის სახლის ხელისუფლება უნდა დავამთავროთ. მოდით დავამთავროთ. ხალხელია და რატომ არ დავამთავროთ? ის პასუხია ხელისუფლებას ეს დროს ავიდა ქალბატონებინა. დღეს არის ძლიერი სახელმწიფო, როდესაც ხელისუფლება ცulis ხოლმე და ხოლმე დემოკრატიული არჩევნები. ეს პროცესები არის ჩავლილი, თქვენ ამ პროცესებს ვეღარ მოაბრუნებთ. დამთავრებულია. რაღაცა ბანდები ხარეში, ეს ბანდები მოიკითხეთ საკუთარ უმრავლესობაშინა. კარგი, მე უნდა მხოლოდ მაშინ ასეთი რამ ძალიან ხალხო ვეღარ დააბრუნებთ. მიუხედავად თქვენი დიდი მცდელობისა, მიუხედავად დიდი ხვეწრა მუდარით იმ ადამიანებს და რომლებიც დირიჟორობას უწევენ თქვენს კამპანიას, გეუბნებთ ის რომ აღარ დაბრუნდება. კარგი, საქართველო არის ძლიერი სახელმწიფო, თქვენ მხოლოდ დემოკრატიული არჩევნების გადაწყვეტება ყველა პრობლემა. კარგი, დემოკრატიული არჩევნების გადაწყვეტება ყველა პრობლემა. შეძლოთ თქვენ ჩვენ საქართველოს საქართველოს აღარ განმეორდება. ძალიან ყველა აქეთ კანონის წინაშე პასუხს დღეს უწოდებით საზოგადოებას ყოველდღიურად გაუგებარი სიტუაციის. დიდი მადლობა, მე მინდა დავსვა ამ ბლოკში ბოლო შეკითხვა, ორ წუთს ვაძლევ თითოეულ თქვენგან, მაშინ ყველაფერი გადაწყდება 5 იანვარს. მე მინდა დავიწყოთ თქვენ. კი ბატონო, დავიწყოთ თქვენგან 2 წუთი გაქვს ზუსტად ხალბატონო. მესიჯები, რომელსაც აძლევს მოსახლეობას, რატომ უნდა მისცემ ხმა ნაციონალების ლიდერს? ნებისმიერ პოლიტიკოს აქვს თავისი ბექგრაუნდი და რა თქმა უნდა არსებობს მასზე რაღაცა პორტრეტის შეხედულება, რომელსაც შეგიძლია პატივიცი ან არცე და განეწყო რაღაცა თქვა დამოკიდებულებით. მინდა გითხრათ, რომ ადამიანები, რომლებიც დღეს საპრეზიდენტო კამპანიაში იღებენ მონაწილეობას, ეს ხასიათდებიან. დავით გამყრალიძე ყველაზე დინამიურად შემიძლია და ყველაზე ჩამოყალიბებულ პოლიტიკოსთან გამოარჩინა იმ დანარჩენ შორის, რომლებიც არიან ლევან გაჩეჩილაძე, რომელიც არის წარუმატებელი აბსოლუტურად ბიზნესმენი, რომელიც არის იმიტომ რომ რეალურ ფაქტები არ თქვენი მესიჯების კოდა არის ზადრე პატაკაცი, რომელსაც პოლიტიკური სტაბილიზმენტი არ გააჩნდა, ის არის ბერეზოვსკის მეგობარი და მხოლოდ ეს ეიცნობს საზოგადოებიდან პროლოგაში ბრალდებული რამოდენიმეში არსებობს ერთი წუთი სულ არ მეშინია მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთი კანდიდატი, რომელმაც მოახერხა ძალიან მძიმე მემკვიდრეობის დროს ჩაებარებინა ქვეყანა და მაშინ, როდესაც 15-12 წლის განმავლობაში მხოლოდ მუშახელის ექსპორტი გადიოდა საქართველოსთან, საქართველოში დაებრუნებინა მომავლის წევრები. ადამიანმა, რომელმაც შეძლო შექმნა ძლიერი ჯარი, ძლიერი პოლიცია, სამოქალაქო და სახელმწიფო ინსტიტუტები და რასაკვირველი ადამიანების განწყობა, რომელიც ნეგატიური არსებობს დღეს ხელისუფლების მიმართ, ეს არის სოციალური ვთქვათ პრობლემები, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ჰქონდა ის პრიორიტეტები, რომელიც იყო უმთავრესი და მნიშვნელოვანი
მნიშვნელოვანი. ჯერ ამ კუთხით მოგვარდა ყველანაირად საკითხი, ხოლო დღეს მიხეილ სააკაშვილი მზად არის აბსოლუტურად ყველა თავისი ყურადღება, თავისი ენერგია და გადაწყვეტილების მიღების უნარი, როგორც დაახატეთ ქალბატონმა ჩვენი პოლიტიკური ლიდერი, წამართოს ამ კუთხით და მე მინდა მიულოცო საქართველოს, რომ ყველა პენსიონერს ხვარიდან უკვე შეუძლია 55 ლარიან პენსიის მიღება, ეს ინფორმაცია არამგონი ხელმისაწვდომი ყოფილიყო ვინმესთვის და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ადვილია თეთრი და შავის განცელა, ან ციბნელეში დაბრუნება, ან ნათელი მომავლისკენ ამას გადაწყვეტს ქართველი ერი და მე ვიცი გონიერები ძალიან დიდი. ძალიან დიდი მადლობა მამუკა გასიკაძე. რატო უნდა მისცეს ხალხმა ხმა დავით გამყელიძეს? თქვენი მესიჯები, რომელიც 2 წუთში უნდა ჩავატიოთ. თავდაპირველად მინდა ვთქვა ქალბატონ ნანას შევეხმიანო მან დანა რომ ბატონი ზვიადის დროს ქალბატონების აქტივობა იყო და ეს მე მგონი დამთავრდა და რაღაც ვერ ვამჩნევ ამ დამთავრებას. თავისუფლად ხალხები რომ ყოველთვის უფრო აქტიურები არიან არ შეიძლება თანდათან უცნობრობო როგორც ესე. რაც შეეხება მესიჯები, ანუ გზავნილები, რომელსაც ჩვენ მემარჯვენეები და ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატი დათო გამყრელიძე აძლევს საზოგადოებას. ეს მესიჯები ჩამოყალიბებულია ამ პროგრამაში, რომელიც კარგახანია უკვე არსებობს და იხილება საზოგადოების სხვადასხვა წრეებში ჩვენს მიერ და მე ვისურვებდი, რომ მსგავსი ხასიათის დოკუმენტი ყველა კანდიდატისაგან მენახა მსგავსი ტიპის შეხვედრების დროს, რომელიც ალბათ გაგრძელდება. ჩვენთაგან დავშვით ქალბატონო იგა კითხვა, რომ რამ მოიყვანა ხალხი ნოემბერში აი ამ აქციებზე. უპირველეს ყოვლისა მინდა გითხრათ, რომ რამ სანამ ვიტყვით, ვთქვათ, ვინ მოიყვანა. ეს ხალხი აქციებზე მოიყვანა ხელისუფლებამ და ხელისუფლების არასწორმა პოლიტიკამ. მეტად ქალბატონ თინას უთხარი გონიერებასთან დაკავშირებით. როგორი გონიერი უნდა იყო ადამიანი, რომ 4 წელიწადში 97%-იანი რეიტინგი ხელზე შემოგაძნეს. აქედან გამომდინარე, სწორედ ეს ხელისუფლება ამ ხალხის მომყვანი, რაც შეეხება თუ რამ მოიყვანა, მოიყვანა უსამართლობამ. და პირველ რიგში ყველა მიმართულებით რა გზავნილსაც გააკეთებს დავით გამყრელიძე, ეს იქნება სამართალთან დაკავშირებული. ჩვენი გზავნილი არის პირველ რიგში, ეს არის თავისუფალი სასამართლოს შექმნა და იმ ინსტიტუციების დახვეწა, რაც სამართალთან არის დაკავშირებული. კერძოდ, მონსტრის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახით, რომელსაც სამწუხაროდ ხელისუფლებამ ხერხემალი უწოდა და იუსტიციის სამინისტრო პროკურატურა, რომელიც ჩამოყალიბდა რაღაც დახურულ ბნელ სტრუქტურად. უსამართლობა ადამიანის უფლებების სფეროში, მათ შორის მედიაში, ქალბატონო ინგა და მე მგონი დამეთანხმებით ამასთან დაკავშირებით, საკუთრების სფეროში, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით და თვით სიცოცხლის სფეროშიც კი სამართლიანობას. სამართლიანობის სამართლიანობა სოციალურ სფეროში. აქ იგულისხმება როგორც პენსიები, ისე ხელფასები, ანაბრები და ასე შემდეგ. სამართლიანობა ბიზნესში და ბიზნესის თავისუფლება და არა მისი მარტუხებში მოქცევა და მუდმივი დარეკეტება. სამართლიანობა საკადრო პოლიტიკაში, რომ რაღაც საბავშვო ბაღს არ დაემსგავსოს ქვეყანა როგორცაც მე დავამთავრებ თუ შეიძლება. სამართლიანობა რეგიონალურ პოლიტიკაში და თვითმმართველობაში, რეალური დეცენტრალიზაცია და არა ის რომ ხელში კონდეს ალგმირივით დაჭერილი ერთ ადამიანს რაღაც პიროვნებას, ბელადურის მანიერის შეპრობილს და ქვევით არაფერი უფლება არ მიდიოდეს არც კომპეტენციის, არც ქონების, არც ფინანსების, არც სამართლიანობა ბიუჯეტის განაწილების სფეროში. სამართლიანობა ისტორიისადმი, კულტურისადმი და სულიერებისადმი დამოკიდებულებაში. არ შეიძლება ხალხო ყველაფერი ვთქვათ, რომ დაიწყო 2008 წლის 2003 წლის ვარდების რევოლუციიდან. და საქართველოს ისტორია მანამდე არ გააჩნდა, ყველაფერი პირველად ხდება ამ 4 წლის განმავლობაში და აპატიეთ. ერთხელ ისიც კი თქვა, აუცილებლად რაღაც ისეთი შეღავათებით უნდა სარგებლობ და როგორც ისარგებლეს. როგორც ისარგებლეს, ყოველ შემთხვევაში ისარგებლობები ხდება. აპატიეთ, მე სულ 2 წუთი ფინანსებაში დავამთავრებ რა. მე მინდა გითხრათ, რომ კულტურისადმი და სულიერებისადმი დამოკიდებულება ქალბატონო იგა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს არ უნდა გახდეს იარაღი საქილიკო და სათამაშო ერთმანეთს შორის. და ბოლოს გზავნილი საქართველოში ამოიწურა პრეზიდენტების არსებობის მომენტი. თავარი გზავნილი ეს არის რეფერენდუმი და ქართულმა ხალხმა თავად გაარკვიოს რა უნდა მას. ეს იქნება კონსტიტუციური მონარქია, ანუ საპარლამენტო მონარქია თუ საპარლამენტო რესპუბლიკა. ვერ გაამართლა საქართველოში პრეზიდენტის ინსტიტუტმა. ეს არის თავარი გზავნილი ახალი. ძალიან დიდი მადლობა. თინა მე მაქვს თქვენი როგორც ზოგიერთებმა ისარგებლეს
დაასრულეს, ამიტომ ზუსტად 2 წუთში უნდა ჩაედიო. თქვენი თავარი მესიჯები. არა, მე რაღაც პატარა ინტრიგა ხო შეიძლება რომ შევიტანო, დამიტოვეს ეს უფლება. ამ გადაცემას უკვე ინტრიგა აკლია არ ვიცი. კარგი, თავისთავად მაგას უნდა შევახსენო საზოგადოებას. არა, უკვე პატარა დეტალები, საქართველოს ყველაზე ძლიერი იყო მაშინ, როდესაც ხავდა ძლიერი ხედავთავარი ძლიერი მეფე, ხეთქალ ძლიერი პრეზიდენტი საქართველოს ამ კურსით იქნება უფრო კარგი. თინა, 2 წუთი ძალიან მანდაზოთ ვატნაგივი ხალხი მეუბნებარაკო. 2 წუთი პრეზიდენტობის კანდიდატზე. თინა. არა, მაინტერესებს იმიტომ რომ არ ვიცი. მაშინ იქ მოვის თქვენ საერთოდ ვილაპარაკეთ. დაასრულეთ, კარგი. თქვენი მესიჯები. ეკა ძალიან. გივის მიცემ 1 წუთს მამუკა გასაგებია. კარგი, გიხო, ხუმრობ, რა გჭირს? ყველა როცა განსამოხოს სხვა გისმენთ. კარგი, თინა, ძალიან გადავაჭრა. ძალიან რა. ხო, რაც შეეხება ჩვენ სამოგზაურს, ჩვენ თავი გზავნილი არის ძალიან მარტივი და თორმახასუმა საზოგადოება მიწეს, ეს არის ის გზავნილი, რომელსაც ჩვენ გავედით ხალხთან, მივედით ხალხთან, გავედით ქუჩაში და რასაც ვიცხოვდით 2007 წლის 2 ნოემბრის 28 სექტემბრიდან მოყოლებული, მაგრამ უფრო აქტიურად 2 ნოემბერს ის რაც ხელისუფლებას მოეჩვენა გადატრიალებად და რასაც ჩვენ ვეძახით არჩევნებს, სამართლიან დემოკრატიულ არჩევნებს. ჩვენ რაც განგვასხვავებს მთავარი არის ძალიან უმარტივესი. ევანგა ჩეჩელაძეს არ აქვს ხუთწლიანი საპრეზიდენტო პროგრამა. არ აქვს, იმიტომ რომ ჩვენ არ ვაპირებთ არავის მოტყუებას. ჩვენ ქართველებს ვუხარით, რომ საქართველოს იქნება პრეზიდენტის გარეშე. და საქართველოს იქნება პრეზიდენტის გარეშე, ეს არის ჩვენი გზავნილი. ჩვენ თავარი რაც განგვასხვავებს შესაძლოა ყველასგან, მაგრამ ბევრისგან ყოველ შემთხვევაში არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ 2004 წლის თებერვალში უზურპირებულ ძალაუფლებას ჩვენ დაუბრუნებთ ქართულ ხალხს. დაუბრუნებთ იმ ინსტიტუტებს, რომელიც ქვეყანაში უნდა არსებობდეს, დაუბრუნებთ პარლამენტს, დაუბრუნებთ სასამართლოს, დაუბრუნებთ და გავათავისუფლებთ სახელმწიფო ზეწოლისგან ყველა სამოქალაქო ინსტიტუტს, მედიას, ეკლესიას, არასამთავრობო სექტორს, ფონდებს, აბსოლუტურად ყველას, ბიზნესს, რაც ყველაზე მთავარია, უნივერსიტეტს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ის პოლიცია რომ ვეღარ შევარდეს ვერასოდეს მასწავლებლების და პროფესორის დასაქმებად, თავარი გზავნილი ჩვენი არის ასევე ის, რომ ეს იქნება ხელისუფლება, რომელიც არჩევნებამდე წარადგენს თავის ზუსტად დროში გატანილ სამოქმედო გეგმას იმ ფუნდამენტის ჩასაყრდნად, რაც სჭირდება სახელმწიფოში ქვეყნის სახელმწიფოდ გადაკეთებას. ეს იქნება საქართველოს თავისუფალი ადამიანების ერთობა, ეს იქნება საქართველოს დაფუძნებული ადამიანების ერთი ადამიანის, ყოველი თითოეული ქართველის პიროვნულ თავისუფლებაზე, არა ჯგუფებზე, არა პარტიებზე, არა კლანებზე, არა მასებზე, არამედ თითოეული ქართველის, საქართველოს თითოეული მოქალაქის პიროვნულ თავისუფლებაზე, პიროვნულ არჩევანზე, სადაც ვერასოდეს ვეღარ გაუბედავენ, უთხრან, რომ შენი ხერხემალი არის პოლიცია, სადაც ეთქვიან, რომ შენი ხერხემალი არის თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი ბიზნესი, თავისუფალი ეკონომიკა, სახელმწიფო წნეხისგან გათავისუფლებული ადამიანები. საქართველოს და ეს საქართველოს გაიმარჯვებს საქართველოს რეჟიმს და ხუთიანობას. და დაასრულეთ ვატნაგირის თქვენი მესიჯები. შეიძლება 2 წუთში უნდა ჩაძეთ როგორც ამ ქვეყნის ჩვეულებრივ ერთ-ერთ რიგით მოქალაქე ძალიან მაშფოთებს ოპოზიციის ამ ნაწილის განწყობა, რომ ესენი აპირებენ, რომ პირველ რიგში ჩამოაშორონ პრეზიდენტის ინსტიტუტი, მაგრამ მე რა ხდება ამაზე შემდგომ დაждდებიან და მოილაპარაკებენ. ვერ მოილაპარაკონ რა მოხდება, ეს ძალიან საინტერესოა. ხალხებთან უგაცავთ. ამ პროგრამაზე დავდეთ, რომ მე შემდეგ დავდებით ამ პროგრამაზე. ვერ მოილაპარაკოთ არ ვიცი რა. არ მithქვამს, ეს არის ტყუილი. არ მithქვამს. არგებლობ შემთხვევაში და აქვე ვაძლევ პროგრამას, სადაც ეს ყველაფერი გაწერილია. და აქედან გამომდინარე მე ვთვლი მაინც რომ ეს არის შემაშფოთებელი, იმიტომ რომ შემდგომი როგორ აპირებენ დაბეჭების გადადგმას ეს არ არის ჩამოყალიბებული. მოახერხა მაშინ მესმეტი გამომდინარე. კარგი, უნდა დავასრულოთ. მაგრამ მე შემიძლია შევახსენოთ რომ თქვენი და თქვენი ერთი იყო მაშინ თქვენ ვარდების რევოლუციის მეორე დროს თორსები თქვენ და თქვენ მეუღლეს ასარჩევად მოგეცათ საშუალება რომ ყოფილიყავით აგეგოთ ხელში იუსტიციის სამინისტრო და ის სასამართლო რეფორმა, რომელიც განხორციელებოთ ყველაზე ძნელია ამ ქვეყანაში, თქვენთან გაგიხორციელებინათ, თქვენ მაშინ გვერდზე გადგომა არჩიეთ, არ აიღეთ პასუხისმგებლობა და არჩიეთ გვერდიდან ხელი. არა, ეს არ არის, თქვენი მესიჯი არის, მე უკვე ვთქვი და პრეზიდენტმა გადაწყვიტა ძალაუფლების უზურპაცია. უნდა დავასრულოთ.
ხაბა აი უზურპირებულ ძალაუფლებას დაუბრუნებ ზუსტად ხარ იგივე სააღაშუმე მე უნდა დაგახსოვო მე მეკამათება და თავის თქოს მე რაც მეკამათება კარგი დაასრულოთ ბატონო ძალიან ბევრი გადაცემა და მსგავსი საუბარი ერთმანეთში თქვენ შორის შედგება გისმენთ მიხეილ სააკაშვილმა მოახერხა და შეასრულა თავისი პირობა როცა თქვა რომ საქართველოს იქნება შევარდნაძის გარეშე მან პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეასრულა როცა თქვა რომ საქართველოს იქნება აბაშიძის გარეშე კორუფციის გარეშე კანონიერი ქურდების გარეშე სიბნელის გარეშე დღეს ის ამბობს და დევს პირობას საქართველოს იქნება სიღარიბის გარეშე და ბუნებრივია ისიც და მთელი მისი გუნდიც ჩვენ ყველანი ვიმუშაობთ ამაზე ჩვენ შევქმნით მაქსიმალურად მეტ სამუშაო ადგილს ჩვენ დავასაქმოთ პირველ ეტაპზე ყველა ოჯახში თითო ადამიანს იმისაც რომ ამ ოჯახის ჩენა შეეძლოს ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე ვინც პირველ ეტაპზე ვერ მოახერხებს დასაქმებას ეტაპობრივად ისინი ყველანი დასაქმდებიან და ჩვენ არ მოვაკლებთ ზრუნვას იმ ადამიანებს ვინც არ ვიტყვათ იმ ასაკში რომ ვეღარ მოახერხებს უკვე დასაქმებას პენსია იქნება მოგეხსენება ჩვენ თქვით $100 ეკვივალენტი და გარდა ამისა იქნება ძალიან ბევრი დახმარება ჩვენ მივიღეთ ეს მესიჯები მივიღეთ იგივე 2 ნოემბრის აქციიდან იგივე ბოლოდროინდელი მოვლენებიდან ჩვენ აქამდე ვქმნიდით ინფრასტრუქტურას იმისაც რომ ყოველი ამანაბიძის განხორციელება შემდგომში ყოფილიყო შესაძლებელი დღეს შესაძლებელია ჩვენ შეიძლება ცოტათი გავერთოთ ინფრასტრუქტურის კეთებაში შეიძლება ჩვენს ნაბიჯები გქონდა ზეგიდან დაგეგმილი მაგრამ მივიღეთ ხალხის სიგნალი სააკაშვილის ხელისუფლება არის ის ხელისუფლება რომელიც საკუთარ ხალხს უსმენს ესმის მისი პრობლემები იღებს ამ პრობლემებს და შემდეგ ამ პრობლემებს ამგვარებს სხვა შორის საპრეზიდენტო კანდიდატებს რაც შეეხება ჩვენ უკვე დავიწყებთ მათ მოწვევას პირდაპირ ეთერში მათ შორის ჩვენ მოვიწევთ ლევან გაშიჩილაძეს და დავით გამყეიძეს შალვა ნათელს მიხეილ სააკაშვილს ბადრი პატაკაშვილს ყველას ვინც აპირებს მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეობა მე მინდა გადაგიხადოთ ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ ამ დღის განმავლობაში ჩვენ შევძლებთ რომ გვესაუბრა მოახლოებული არჩევნების წინ მინდა გისურვოთ თითოეულ თქვენგანს წარმატება და გამოუთქვა იმედი რომ გადაცემაში იქნება ყოველთვის ორივე მხარე რეკლამის შემდეგ კი ასევე დებატები დაუბრუნდებით ირაკლი კაკაბაძე გიგი თევზაძე ნუგზარ ციკლაური და რატი ამაღლობელი შემოგვიერთდებიან დაგველოდეთ სულ რამდენიმე წუთი